ყველაფრის დაკარგვის შემდეგ ახალგაზრდა ქალი გადარჩენისთვის იბრძვის, როდესაც წარსულთან დაკავშირებულ საფრთხეებს გაურბის. სასოწარკვეთილი ის უცნობს აჩერებს და სთხოვს, რომ რეალური საფრთხის წინაშე თავი მისი მფარველად მოაჩვენოს. თავადაც არ იცის, რომ ისეთ ადამიანს შეხვდა, რომელსაც დიდი ძალაუფლება აქვს და დაფარული საიდუმლო მის ბედს სრულიად ცვლის. თუ გიყვართ სიყვარულის ისტორიები და რომანტიკა, უყურეთ ბოლომდე, ნამდვილად არ ინანებთ, გამოიწერეთ ეს არხი და დატოვეთ კომენტარი, თუ საიდან უსმენთ ამ მშვენიერ ისტორიას. ვაგრძელებთ. იმ ხუთშაბათს თბილისში რუსთაველის გამზირზე წვრილად წვიმდა. ანამ ხელების სხეულზე მჭიდროდ მიიჭირა, გრძნობდა როგორ ატანდა სიცივე მის გაცვეთილ ქურთუკში. ზურგჩანთა იმაზე მძიმე ეჩვენებოდა, ვიდრე მასში მოთავსებული მცირეოდენი ნივთები, მას ამსხვრეული ოცნებებისა და რამდენიმე თვეში დანგრეული ცხოვრების ტვირთი აწვა. 3 კვირის წინ მას ჯერ კიდევ ჰქონდა ბინა და ნორმალური სამსახური ერთ-ერთ საბუღალტრო კომპანიაში. შემდეგ მოვიდა წერილი საადვოკატო ბიუროდან, სატელეფონო ზარები, მუქარები. მას სთხოვდნენ ისეთი ვალის გადახდას, რომელიც არასდროს აუღია, თუმცა დოკუმენტებში მისი სახელი ფიგურირებდა და რესურსების გარეშე ამის გასაჩივრება შეუძლებელი იყო. მამამისი, რომელიც 2 წლის წინ გარდაიცვალა, ბათუმში ერთი გავლენიანი ბიზნესმენის პარტნიორი იყო. როდესაც ყველაფერი ჩამოიშალა, ბრალი მას დაეკისრა. ანა კი შელახული გვარის მემკვიდრე, პასუხისმგებელი გახდა იმ თანხებზე, რომლებიც თვალითაც არ ენახა. ადვოკატები პირდაპირ ეუბნებოდნენ, გადაიხადე, თორემ მკაცრ ზომებს მივიღებთ. ის ცდილობდა მოლაპარაკებას, წარადგენდა დოკუმენტებს, კამათობდა. მაგრამ მანქანა უკვე დაქოქილი იყო. სამსახური დაკარგა, როდესაც ზეწოლა აუტანელი გახდა. ბინა დაკარგა, როდესაც ქირის გადახდა ვეღარ შეძლო. მეგობრები ჩამოშორდნენ, თითქოს უბედურება გადამდები ყოფილიყო. დარჩა მხოლოდ ზურგჩანთა ცოტაოდენი ტანსაცმელი, მამის დოკუმენტები პლასტიკურ საქაღალდეში, რომლებსაც სენტიმენტალური მიზეზით ინახავდა, და რწმენა, რომ ფეხზე უნდა დამდგარიყო და ღირსება შეენარჩუნებინა. იმ დღეს, როდესაც რუსთაველზე მიაბიჯებდა და ფიქრობდა, თავშესაფარში წასულიყო, თუ კიდევ ერთი ღამე მეტროში გაეთია, სწორედ მაშინ დაინახა ისინი. 2 მამაკაცი მუქ კოსტიუმებში, სარკისებრი სათვალეებით. ერთ-ერთი იცნო, სწორედ ის იყო, ვინც კვირების წინ კარზე უბრახუნებდა, საბუთებზე ხელმოწერას სთხოვდა და ფარულად ემუქრებოდა. გული აუჩქარდა. მკვეთრად მარცხნივ შეუხვია და ერთ-ერთ სავაჭრო გალერეაში შევიდა, რომელიც გამზირს პარალელურ ქუჩასთან აკავშირებდა. ნაბიჯს აუჩქარა, მისი გაცვეთილი ქუსლების ხმა მარმარილოს იატაკზე ეკოსავით ისმოდა. უკან გაიხედა. ისინი აუჩქარებლად მოხვებოდნენ, იმ ადამიანების თავდაჯერებულობით, რომლებმაც იციან, რომ სხვერპლს გასაქცევი არსად აქვს. პანიკა. ეს სიტყვა მის მკერდში ფიზიკურ ძალად იქცა, რომელიც სუნთქვას უკრავდა. ანამ საკმარისად იცოდა, რომ შეშინებულიყო. სმენოდა ისტორიები, გაუჩინარებული ქალები, იძულებითი კონტრაქტები, გამოგონილი ვალების გამო დანგრეული სიცოცხლეები. არ შეეძლო დაეშვა, რომ ალყაში მოექციათ. სწორედ მაშინ დაინახა ის. მამაკაცი ვიტრინის წინ იდგა და საათებს ათვალიერებდა. მაღალი, განიერმხრებიანი, წვიმისგან ოდნავ აჩეჩილი მუქი თმით. ჯინსის შარვალი და უბრალო ნაცრისფერი სვიტერი ეცვა. თუმცა მის დგომაში, იმ სიმშვიდეში, რომლითაც ის სივრცეს იკავებდა, იყო რაღაც ისეთი, რამაც ანას იმპულსური და სასოწარკვეთილი გადაწყვეტილება მიაღებინებინა. 3 სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა და, სანამ გონებაში აჩერებდა, მკლავზე მაგრად ჩაეჭიდა. მისი შეხება იყო მტკიცე, თითქმის ძალადობრივი თავისი აუცილებლობით. მამაკაცი მაშინვე შემობრუნდა, წარბები შეკრა და ანამ დაინახა მუქი თვალები, რომლებიც მას დაჟინებით აკვირდებოდნენ. გთხოვთ, ჩაიჩურჩულა მან ხრინწიანი ხმით, რომელიც სავსე იყო იმ დაუცველობით, რისიც რცხვენოდა. გთხოვთ, მომაჩვენეთ, თითქოს მიცნობთ. ვითომ თქვენი? თქვენი ცოლი ვარ, შეყვარებული, ვინც გინდათ. გთხოვთ, მხოლოდ 1 წუთით. 2 კაცი მithვალთვალებს და არ ვიცი, რა ვქნა. სიტყვები ერთმანეთში ერეოდა. დაინახა, როგორ აისახა მის სახეზე ჯერ დაბნეულობა, შემდეგ კი რაღაც გათვლასავით. მამაკაცის მზერა ანას მხარს მიღმა გასრიალდა, მომავალი კაცები დააფიქსირა და ისევ ანას დაუბრუნდა. ქალი ელოდა, რომ ის უკან დაიხევდა, ხელს ჰკრავდა, ან გიჟად ჩათვლიდა. ამის ნაცვლად მან ხელი ანას ხელზე დაადო და ნაზად თავისკენ მიიზიდა. ეს მოძრაობა ისეთი ბუნებრივი იყო, რომ წამით ანას მართლა ეგონა, თითქოს იცნობდა. ისუნთქე, თქვა მან დაბალი, მშვიდი ხმით. ახლა ყველაფერი კარგადაა. სანამ ანა გონს მოეგებოდა, ის 2 კაციც მოვიდა.
უფრო მაღალმა ნაბიჯი წინ გადადგას სახე გაეყინა. ანა ალასანია თქვა მან არა კითხვით, არამედ მტკიცებით. უნდა დავილაპარაკოთ. ანას გვერდით მდგომი მამაკაცი არ განძრეულა, მაგრამ რაღაც შეიცვალა. ჰაერი თითქოს გაცივდა. ის ცოტა ხანს დუმდა, მხოლოდ აკვირდებოდა მათ ისეთი სიმშვიდით, რომელიც გულგრილობას ესაზღვრებოდა, თუმცა ამ სიმშვიდის მიღმა ფოლადი იგრძნობოდა. მგონი, შეცდომაა, თქვა მან ბოლოს. ზრდილობიანი, მაგრამ მტკიცე ხმით. ეს ქალბატონი ჩემთანაა. ბატონო, ეს თქვენი საქმე არ არის, ჩაერია მეორე კაცი. ეს პირადი საკითხია. პირადი გაიმეორა მან. და ზუსტად როგორია ამ პირადი საკითხის ბუნება, რომელიც მოითხოვს, რომ ორმა მამაკაცმა ქალაქში მარტო მყოფ ქალს სდიოს. დაძაბული სიჩუმე ჩამოვარდა. ანა მიგრძნო, როგორ მოუჭირა მან ხელზე თითები, თითქოს ამხნევებდა. ფინანსური საკითხებია, უპასუხა პირველმა კაცმა, რომელსაც მოთმინება ეწურებოდა. როგორც გითხარით, თქვენი საქმე არ არის. ფინანსური საკითხები ოფისებში წყდება ადვოკატებისთან დასწრებით და ხელმოწერილი დოკუმენტებით. არა, სავაჭრო გალერეებში დაშინებით, მან პაუზა გააკეთა. გირჩევთ, დაბრუნდეთ მასთან, ვინც გამოგზავნათ და გადასცეთ, რომ ქალბატონ ალასანიასთან ნებისმიერი მომავალი კონტაქტი მხოლოდ კანონიერი გზით უნდა მოხდეს. დარწმუნებული ვარ, ბატონ მერაბს ძალიან დააინტერესებდა ამგვარი მიდგომის შესახებ გაგება. ამ სახელმა, ბატონმა მერაბმა, კისიერი ეფექტი მოახდინა. კაცებმა ერთმანეთს გადახედეს. მათ თვალებში აღიარება და სიფრთხილე გამოჩნდა. მაღალმა მამაკაცმა თავი დაუკრა და უკან დაიხია. ინსტრუქციებს დაველოდებით, თქვა მან უკვე სხვა ხმით. ნაკლებად მუქარით. ორივე წავიდა და ხალხში გაუჩინარდა. ანა იქ იდგა გაქოვებული, გული კვლავ უცემდა, ვერ იჯერებდა მომხდარს. მამაკაცმა ხელი ნელა გაუშვა და ნაბიჯი უკან გადადგა. კარგად ხარ? ჰკითხა მან ისევ იმ დაბალი, თითქმის ნაზი ტონით. ანამ შეხედა მას, პირველად შეხედა ნამდვილად. ალბათ 35-40 წლის იქნებოდა. მკვეთრი ნაკვთები, ძლიერი ხბა, მუქი თვალები, რომლებიც თითქოს გარეგნობის მიღმა იყურებოდნენ. მასში იგრძნობოდა რაღაც ისეთი, რაც ჩვეულებრივ გარეგნობას სცდებოდა. და ის როგორ ელაპარაკა იმ კაცებს, ბუნებრივი ავტორიტეტით, ხმის აუწევლად, ვინ ხართ? ჩაიჩურჩულა მან. დააყოვნა, თითქოს ფიქრობდა, რამდენი გაემხილა. ვინმე, ვისაც არ უყვარს იმის ყურება, როგორ აშინებენ ადამიანებს, პაუზა გააკეთა. ლუკა. ლუკა გაიმეორა მან ეს სახელი. მე, ანა ალასანია, დაასრულა მან ნახევარი ღიმილით. გავიგონე. ქალი გაწითლდა, შერცხვა. ბოდიში. არ ვიცოდი რა მექნა. არ უნდა. უცხო ადამიანი ამაში არ უნდა გამერია. გააკეთე ის, რაც თავის დასაცავად იყო საჭირო. ამაში ცუდი არაფერია, მან ცოტა ხანს აკვირდებოდა მის სახეს. ის კაცები. დაბრუნდებიან. გაქვს უსაფრთხო ადგილი, სადაც დარჩები. ეს კითხვა ანას დარტყმასავით მოხვდა. თვალები დახარა, ტუჩზე იკბინა. ყველაფერი მასში ყვიროდა, რომ მოეტყუებინა, ღირსება შეენარჩუნებინა. მაგრამ დაღლილობა სიამაყეზე ძლიერი აღმოჩნდა. არა, აღიარა მან თითქმის გაუგონარი ხმით. არ მაქვს. ლუკამ თავი დაუქნია, თითქოს პასუხმა დაადასტურა ის, რასაც ისედაც ეჩვობდა. ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო, სწრაფად რაღაც აკრიფა და ისევ მას მიუბრუნდა. ვიცი ერთი ადგილი. უსაფრთხო, მოკრძალებული. შეგიძლია იქ დარჩეს, სანამ შენს მდგომარეობას მოაგვარებ, სანამ ანა გააპროტესტებდა, მან ხელი ასწია. ეს ქველმოქმედება არ არის. და სანაცვლოდ არაფერს გთხოვ. უბრალოდ გთავაზობ ადგილს, სადაც სულის მოთქმას შეძლებ. ანას უარის თქმა უნდოდა. ცხოვრება მასწავლა, რომ ზედმეტად გულუხ შეთავაზებებს არ ენდოს, განსაკუთრებით უცხო მამაკაცებისგან. მაგრამ როდესაც მის თვალებში ჩახედა, იქ ბოროტება არ დაუნახავს. დაინახა რაღაც, რაც გულწრფელი ჩანდა. რატომ აკეთებთ ამას? ჰკითხა მან. პასუხი დააგვიანა. იმიტომ, რომ ერთხელ ჩემთვისაც გააკეთეს ასე. როცა მჭირდებოდა, ხელი გაუწოდა. გადაწყვეტილება შენზეა. ანამ მის გაწვდილ ხელს შეხედა მის სახეს, შემდეგ გალერეას, სადაც ათობით ადამიანი გულგრილად ჩაუვლიდათ. გაიფიქრა იმ კოსტიუმიან კაცებზე, გადაუხდელ ვალზე, სკამებზე გატარებულ ღამეებზე. გაიფიქრა ღირსებაზე, გადარჩენაზე, არჩევანზე.
ხელი ჩასჭიდა. კარგი, თქვა მან. თანახმა ვარ. ბინა. ვაკეში იყო, ერთ წყნარ, ხეებით გარშემორტყმულ ქუჩაზე მდებარე 5-სართულიან სახლში. ფუფუნება არ იყო, მაგრამ სუფთა და მოვლილი იყო, დაცვის თანამშრომელი ლუკას პატივისცემით მიესალმა. მესამე სართულზე უხმოდ ავიდნენ, ანას ზურგჩანთა სულ უფრო მძიმე ეჩვენებოდა. ლუკამ დერეფნის ბოლოს კარი გააღო. როდესაც შუქი აინთო, ანამ გაოცებისგან თვალები დაახამხამა. ბინა იმაზე დიდი იყო, ვიდრე ელოდა, ფართო მისაღები ოთახი ძველი, მაგრამ კომფორტული ტყავის დივანით, წიგნების თაროები მთელ კედელზე, სამზარეულო. ყველაფერი იდეალურად მოწესრიგებული იყო. აქ ორი საძინებელია, განმარტა ლუკამ. ეს შენია, თუ დარჩენა გინდა, კარი გააღო და გამოჩნდა უბრალო ოთახი ორადგილიანი საწოლით, კარადითა და ქუჩაში გამავალი ფანჯრით. აბაზანა აქვეა. კარადებში პირსახოცებია. ანა ნელა შევიდა, თითქოს ეშინოდა რამეს არ შეხებოდა. საწოლზე სუფთა თეთრეული იყო, ლავანდის სუნი ასდიოდა. ბოლოს როდის ეძინა ნამდვილ საწოლში? კვირების წინ. თქვენ აქ ცხოვრობთ? ჰკითხა მან. არა. მაგრამ ვიცნობ მას, ვინც ამ ადგილს უვლის. უსაფრთხოა, პაუზა გააკეთა. ხვალდილი თვინმე საჭმელსა და ძირითად ნივთებს მოგიტანს. ჯერჯერობით არაფერზე ინერვიულო. თქვენ. სიტყვები უფრო სწრაფად ამოვიდა, ვიდრე შეაჩერებდა. თქვენ დარჩებით. ლუკა დიდხანს აკვირდებოდა და ანამ დაინახა, როგორ გადაურბინა მის სახეზე რაღაცამ, ყოყმანმა, შესაძლოა უფრო ღრმა გრძნობის ნაპერწკალმა. მაგრამ მან მხოლოდ თავი გააქნია. რამდენიმე საქმე მაქვს მოსაგვარებელი. მაგრამ ხვალ დაუბრუნდები, რომ ვნახო, როგორ ხარ, მან ბარათი გაუწოდა ტელეფონის ნომრით. თუ რამე დაგჭირდეს, ამ ნომერზე დარეკე. ვინმე გიპასუხებს. ანამ ბარათი გამოართვა, თითები ოდნა უთრთოდა. ლუკა. არ ვიცი, როგორ გადაგიხადოთ, მადლობა. მაშინ ჯერ ნუ გადამიხდი, თქვა მან ნახევარი ღიმილით, რომელმაც მისი სახის მკაცრი ნაკვთები დაარბილა. დაისვენე. ხვალ უკეთ ვილაპარაკებთ. ის გავიდა, კარი რბილი დაცკაპუნებით დაიხურა და ანა იქ იდგა, ცდილობდა გაიაზრებინა ყველაფერი, რაც ბოლო საათებში მოხდა. შეხვდა უცნობს, დახმარებას თხოვა, გადაარჩინეს და ახლა კომფორტულ ბინაში იყო, უსაფრთხოდ, პირველად მარტო ამდენი კვირის შემდეგ. ზურგჩანთა იატაკზე დააგდო და საწოლზე ჩამოჯდა. ხელები უთრთოდა. მთელი სხეული უთრთოდა. თელმა ადრენალინმა, შიშმა და დაგროვილმა დაღლილობამ ერთბაშად ამოხეთქა და მან ბოლოს და ბოლოს ტირილის უფლება მისცა თავს. ტიროდა დაკარგულ ცხოვრებაზე, მამაზე, რომელმაც აუტანელი ტვირთი დაუტოვა, მარტოობაზე, რომელიც მისი თანამგზავრი გამხდარიყო. ტიროდა შვებისგან, რომ უსაფრთხოდ იყო, თუნდაც დროებით. და ტიროდა იმიტომ, რომ დიდი ხნის შემდეგ პირველად ვიღაც დაეხმარა ისე, რომ სანაცვლოდ არაფერი უთხოვია, და ეს ისეთი უცნაური და დაუჯერებელი ჩანდა. როდესაც ცრემლები შეუშრა, ანა ადგა და ფანჯარასთან მივიდა. წვიმა შეწყვეტილიყო, ქალაქი ღამის შუქებზე ბრწყინავდა. თბილისი გარეთ ფეთქავდა ინდივიდუალური დრამების მიმართ გულგრილი, თავისი გიჟური რიტმით. ლუკაზე ფიქრობდა იმ სიმშვიდეზე, რომლითაც იმ კაცებს დაუპირისპირდა, მის ხმაში არსებულ ავტორიტეტზე, იმ სახელზე, რომელმაც მევალეები უკან დაახევინა. ბატონი მერაბი. ვინ იყო ის? და რატომ ჰქონდა ლუკას ნათქვამს ასეთი წონა? აქ საიდუმლოებები იყო, შრეები, რომლებსაც ვერ სცვდებოდა. მაგრამ ჯერჯერობით ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. ჯერჯერობით მას ჰქონდა ჭერი თავზე, საწოლი დასაძინებლად და იმედი, რომ შესაძლოა, მხოლოდ შესაძლოა, მისი ცხოვრება სრულიად დანგრეული არ იყო. ანამ დიდხანს იბანავა, ცხელ წყალს ბოლო დღეების ჭუჭყი ჩამოარეცხინა. როდესაც ბოლოს და ბოლოს დაწვა და სუფთა თეთრეული იგრძნო, სხეული ღრმა დაღლილობაში ჩაიძირა. მაგრამ სანამ ჩაეძინებოდა, გონება ისევ გალერეის იმ მომენტს დაუბრუნდა, მის ხელს, რომელიც ანას ხელს. ეჭირა და მის დაბალ ხმას, ახლა ყველაფერი კარგადაა. და დიდი ხნის შემდეგ პირველად ანამ თავისუფლება მისცა დაეჯერებინა, რომ შესაძლოა, მხოლოდ შესაძლოა, ეს სიმართლე ყოფილიყო. ანა მისაღებ ოთახში დაბალი ხმების გაგონებაზე გამოფხიზლდა. წამით პანიკამ მოიცვა, სად იყო, ვინ იყო იქ, როგორ მოხვდა, მაგრამ შემდეგ მეხსიერება დაუბრუნდა. ბინა ვაკეში. ლუკა. დროებითი თავშესაფარი. ნელა წამოდგა არჩევანის არქონის გამო ისევ გუშინდელი ტანსაცმელი ჩაიცვა და საძინებლის კარისკენ წავიდა. ფრთხილად შეაღო.
მისაღებ ოთახში ლუკა 60 წლის ქალს ელაპარაკებოდა, რომელსაც ჯაღარათმა პრაქტიკულად ჰქონდა შეკრული. სამზარეულოს მაგიდაზე საყიდლების ჩანთები ეწყო და ჰაერში ახალი ყავის სურნელი ტრიალებდა. დილა მშვიდობისა, თქვა ანამ ჯერ კიდევ ძილისგან ხრინწიანი ხმით. ორივე შემობრუნდა. ლუკა ისევე მშვიდად გამოიყურებოდა, როგორც გუშინ, ახლა თეთრი პერანგი და მუქი შარვალი ეცვა. ქალმა გაიღიმა, თბილი ღიმილით. დილა მშვიდობისა, შვილო, თქვა მან. მე ნუნუ ბებია ვარ. ამ ადგილს და კიდევ რამდენიმე სხვას მე ვუვლი. ბატონმა ლუკამ მთხოვა, შენთვის რაღაცები მომეტანა. ანა მიუახლოვდა და ჩანთებს დახედა. იქ იყო ახალი პური, ყველი, ხილი, რძე, კვერცხი. იმაზე მეტი საჭმელი, ვიდრე მას მთელი ბოლო კვირის განმავლობაში ეჭამა. კუჭმა უხერხულად დაიგმინა. ტანსაცმელიც მოვიტანე, განაგრძო ნუნუ ბებიამ და ცალკე ჩანთაზე მიუთითა. არ ვიცი, ზომა სწორია თუ არა, მაგრამ ბატონი ლუკას ნათქვამით ვიხელმძღვანელე. თუ არ მოგერგება, გამოვცვლით. ანამ ლუკას შეხედა, რომელიც კედელს მიყრდნობილი, ხელებგადაჯვარედინებული აკვირდებოდა სცენას. არ იყო საჭირო იყო, შეაწყვეტინა მან ნაზად. ყოველ დღე ერთი და იგივე. ტანსაცმლით ვერ ივლი. ნუნუ ბებიამ საყიდლების დალაგება დაიწყო, სამზარეულოში შინაურულად მოძრაობდა. ნორმალურ საუზმეს მოგიმზადებ. გეტყობა, ნამდვილი საჭმელი გჭირდება, გოგონა. ანას პროტესტის გამოთქმა უნდოდა, ეთქვა, რომ თავადაც შეეძლო ამის გაკეთება, მაგრამ სიმართლე ის იყო, რომ არ ახსოვდა, ბოლოს როდის იზრუნა ასე ვინმემ. მაგიდასთან ჩამოჯდა, თავს უცნაურად დაუცველად გრძნობდა და აკვირდებოდა ნუნუ ბებიას ეფექტურ მუშაობას. ლუკა მიუახლოვდა და მის წინ დაჯდა. კარგად გეძინა. ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე უკეთ აღიარა მან. მადლობა. ყველაფრისთვის. უკვე გითხარი, რომ მადლობა საჭირო არ არის, პაუზა გააკეთა, თითებს მაგიდაზე ათამაშებდა. შენს მდგომარეობაზე მინდოდა დალაპარაკება. გუშინდელი კაცები. იცი, ვინ გამოგზავნა? ანამ თავი დაუქნია, ყელში ბურთი გაეჩხირა. ერთი ბიზნესმენი, ავთანდილ ვარძელაშვილი. მამა ჩემთან ერთად საქმეებს აწარმოებდა. როცა ყველაფერი დაინგრა, ბრალი მამას დაიკისრა. ისე გარდაიცვალა, რომ თავის დაცვა ვერ მოასწრო. ახლა კი ვარძელაშვილი ისეთ ვალებს მთხოვს. არც კი ვიცი, რეალურია თუ არა. ვარძელაშვილი გაიმეორა ლუკამეს სახელი სიმწარით. ვიცნობ მის მუშაობის სტილს. ჩვევად აქვს კონტრაქტებით მანიპულირება, დოკუმენტების გაყალბება, რეპუტაციის განადგურება. ძალიან კარგად გამოსდის ყველაფრის კანონიერად წარმოჩენა. იცნობთ? ჰკითხა ანამ გაკვირვებულმა. ვიცნობ ხალხს, ვინც მისგან დაზარალდა, პასუხი ბუნდოვანი იყო, მაგრამ ტონი მიანიშნებდა, რომ ეს პირადი ისტორია იყო. ის საშიშია, ანა. არა მხოლოდ ფინანსურად. ადამიანები, რომლებიც მას უპირისპირდებიან, ხშირად ქრებიან. ან უარესი. ანას ჟრუანტელმა დაუარა. მაშინ რა ვქნა? ადვოკატებისთვის ფული არ მაქვს, ვერ ვამტკიცებ, რომ ვალები ყალბია, ეგ მე მომანდე, თქვა ლუკამ და მის ხმაში ისეთი სიმტკიცე იყო, რომ კამაც არ ექვემდებარებოდა. ამას მოვაგვარებ. მაგრამ დროს წაიღებს. მანამდე კი აქ დარჩები. უსაფრთხოდ. ნუნუ ბებია მაგიდაზე თეფშები დააწყო, თბილი პური, კარაქი, ყველი, ლორი, იდეალურად მომზადებული ომლეტი. ანამ საჭმელს შეხედა და ისევ იგრძნო, როგორ აეცვა თვალები. ყელში გაჩხერილი ბურთი გადაყლაპა და ჭამა დაიწყო, ყოველი ლუკმა თითქოს მის ადამიანობას აღადგენდა. ლუკა აკვირდებოდა და ანა მიხვდა, რომ ის არ იყო ისეთი კაცი, რომელიც ტყუილუბრალოდ ლაპარაკობდა. ყოველ სიტყვას, ყოველ ჟესტს თავისი მიზანი ჰქონდა. და მასში იგრძნობოდა საიდუმლოებები, რომლებიც ამ შვიდი ფასადის მიღმა იმალებოდა. თქვენ რაზე მუშაობთ? ჰკითხა მან, ცდილობდა გაეგო, ვინ იყო ეს კაცი, რომელმაც შეიფარა. ბიზნესი, უპასუხა მან მოკლედ. ქონების მართვა, კონსულტაციები. არაფერი განსაკუთრებული. ტყუილია. ანამ არ იცოდა, საიდან, მაგრამ იცოდა. ის როგორ ელაპარაკა მევალეებს, პატივისცემა, რომელსაც ნუნუ ბებია იჩენდა, ბუნებრივი ავტორიტეტი. არაფერი ეს არ ეთანხმებოდა უბრალო ქონების მართვას. მაგრამ არ ჩაძიებია. მასაც ჰქონდა თავისი საიდუმლოებები და სხვისასაც პატივს სცემდა. მომდევნო დღეებში უცნაური რუტინა ჩამოყალიბდა.
ლუკა დილით მოდიოდა, მოჰქონდა ბუნდოვანი ამბები მისი მდგომარეობის პროგრესის შესახებ, რჩებოდა საუზმეზე, საუბრობდა უმნიშვნელო თემებზე და შემდეგ მიდიოდა, მხოლოდ საღამოსთან ღამით ბრუნდებოდა. ნუნუ ბებია ყოველდღე მოდიოდა, ყოველთვის ახალი საჭმლით და თბილი ღიმილით. ანა, რომელსაც არ უნდოდა ზედმეტი ტვირთი ყოფილიყო, დახმარება დაიწყო. ჯერ მხოლოდ სამზარეულოს ალაგებდა ჭამის შემდეგ. მერე მთელი ბინის დასუფთავება დაიწყო, ამჩნევდა იმ დეტალებს, რომლებსაც ასაკოვანი ნუნუ ბებია ვეღარ სვდებოდა, მტვერი თაროების თავზე ფანჯრები, რომლებსაც უფრო ღრმა წმენდა სჭირდებოდა. არ გჭირდება ამის გაკეთება, შვილო, აპროტესტებდა ნუნუ ბებია, თუმცა თვალებში მადლიერება ედგა. საქმით უნდა ვიყო. დაკავებული, პასუხობდა ანა. თორემ გავგიჟდები იმაზე ფიქრით, რაც არასწორად მიდის. მაგრამ სიმართლე უფრო ღრმა იყო. ანა გაზარდა მამამ, რომელიც შრომასა და დამსახურებას ყველაფერზე მაღლა აყენებდა. მან ადრეული ასაკიდან ასწავლა შვილს ბუღალტერია, აჩვენა როგორ დაელაგებინა დოკუმენტები, როგორ ეპოვა კანონზომიერებები ციფრებში, როგორ დაენახა ის, რაც ზედაპირზე არ ჩანდა. სანამ ყველაფერი დაინგრეოდა, ის თავის საქმეში ძალიან კარგი იყო. ძალიან კარგი. ახლა კი ამ ბინაში გამოკეტილმა მისი უნარები ბუნებრივად გამოვლინდა. მან წიგნების თაროები კატეგორიებისა და ავტორების მიხედვით გადაალაგა. საკუჩნაოში პროდუქტებისთვის ეტიკეტების სისტემა შექმნა. შენიშნა, რომ ზოგიერთი კომუნალური გადასახადის ვადა იწურებოდა და ისინი პრიორიტეტების მიხედვით დაალაგა. ლუკამ ეს შეამჩნია. ადმინისტრირებაში გაქვს განათლება. ჰკითხა მან ერთ საღამოს, როდესაც ანას მიერ დაალაგებულ ქაღალდებს ათვალიერებდა. ბუღალტერია, შეუსწორა ანამ. მამამ მასწავლა ბავშვობიდან. რამდენიმე კომპანიაში ვმუშაობდი, სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა. მამაკაცი დიდხანს აკვირდებოდა მას. შენ ამაში კარგი ხარ. ეს არ იყო კითხვა. ეს იყო მტკიცება. და ისე შეხედა ანას, თითქოს პირველად დაინახა ნამდვილად, რამაც ანას გული აუჩქარა ისე, რასაც შიშთან კავშირი არ ჰქონდა. რამდენიმე დოკუმენტი მაქვს, რომლებიც მოსაწესრიგებელია, თქვა ლუკამ თითქმის ყოყმანით. არაფერი საიდუმლო, უბრალოდ. დაგროვილი ქაღალდები. თუ დახმარება გინდა, მადლობელი ვიქნები. ანა მიხვდა, რომ ეს ტესტი იყო. გზა იმის შესამოწმებლად მართლა ჰქონდა თუ არა ის უნარები, რასაც ავლენდა, თუ უბრალოდ შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობდა. და ეს ასევე იყო გზა. მისთვის მიზნის მისაცემად, რომ მისი აქ ყოფნა ქველმოქმედებაზე მეტი გამხდარიყო. შემიძლია ვნახო. ჰკითხა მან. მეორე დღეს ლუკამ 5 მოიტანა. სავსე იყო ქვითრებით, ძველი კონტრაქტებით, წერილებით, ყველაფერი ყოველგვარი ლოგიკის გარეშე იყო არეული. ანამ პირველი საქაღალდე გახსნა და შუბლი შეიკრა. ეს იყო ორგანიზებული ქაოსი. თითქოს ვიღაცამ ყველაფერი განზრახაურია, რომ ანალიზი გაერთულებინა. 3 დღე დასჭირდა. ანა ზედმიწევნით მუშაობდა, დოკუმენტებს თარიღების, ტიპებისა და მნიშვნელობის მიხედვით ახარისხებდა. ცხრილებს ხელით ადგენდა, შენიშვნებს აკეთებდა, კანონზომიერებებს ეძებდა. ზოგიერთ კონტრაქტს უცნაური პუნქტები ჰქონდა, თანხები აღწერას არ ემთხვეოდა. სხვებში ნახსენები იყო კომპანიები, რომლებსაც ის ცნობდა, ავთანდილ ვარძელაშვილის შვილობილი კომპანიები. მესამე დღეს, როდესაც ლუკა მოვიდა, ყველაფერი ფერად საქაღალდეებში იყო დალაგებული, თითოეულს დეტალური რეზიუმე ერთვოდა. მან ნამუშევარს შეხედა, მერე ანას და ქალმა დაინახა, როგორ გადაურბინა მის სახეზე ნამდვილმა გაოცებამ. ეს შთამბეჭდავია, თქვა მან და ერთ-ერთი საქაღალდე აიღო. ისეთი შეუსაბამობები იპოვე, რომლებიც მე ვერც კი შევამჩნიე. ზოგიერთ ამ კონტრაქტს პრობლემები აქვს, მიუთითა ანამ ყოყმანით. თანხები, რომლებსაც აზრი არ აქვს, პუნქტები, რომლებიც ერთმანეთს ეწინააღმდეგება. და აქ არის 3 კომპანია, რომლებიც მუდმივად ფიგურირებს ისეთ გარიგებებში, რომლებიც საეჭვოდ გამოიყურება. ლუკა ჩამოჯდა, მთელი ყურადღება ახლა მასზე გადაიტანა. ამიხსენი. და ანამ აუხსნა. აჩვენა, როგორ არ ჯდებოდა ციფრები, როგორ მიანიშნებდა თარიღები ფინანსურ მაქინაციებზე, როგორ მიდიოდა ყველაფერი ფულის გათეთრების ან კორპორაციული თაღლითობის სქემამდე. ლაპარაკობდა იმ ადამიანის თავდაჯერებულობით, რომელსაც საკითხი ღრმად ესმოდა, წამით დაივიწყა კიდეც, რომ მხოლოდ თავის გამოსადეგობას ცდილობდა. როდესაც დაასრულა, შეამჩნია, რომ ლუკა მას ისეთი ინტენსივობით აკვირდებოდა, რამაც გააცითლა. შენ უბრალოდ კარგი კი არ ხარ ამაში, თქვა მან ხმადაბლა.
შენ გამორჩეული ხარ. ეს ქება ანას დარტყმასავით მოხვდა. დიდი ხანი იყო, რაც ვინმე მისი ღირებულება, კომპეტენცია და ინტელექტი აღიარა. მიჩვეული იყო, რომ მასში მხოლოდ პრობლემას, თვირთსა და ვალების მემკვიდრეს ხედავდნენ. მაგრამ იქ იმ მომენტში ლუკა მას ისეც ხედავდა, როგორიც სინამდვილეში იყო. მადლობა, ჩაიჩურჩულა მან. ლუკა წამოდგა, საქაღალდეები ფრთხილად შეინახა. ანა, შემიძლია პირადი კითხვა და გისვა? ქალმა დაძაბულმა დაუქნია თავი. მამა შენი ინახავდა დოკუმენტებს, მისი კომპანიის ჩანაწერებს, ვარძელაშვილთან წარმოებულ საქმეებს. ამ კითხვამ მოულოდნელად მოუსწრო. ინახავდა ყველაფერს. ამ საკითხში მანიაკალური იყო. ამბობდა, რომ ხელმოწერილი ქაღალდი ერთადერთი სიმართლეა, რომელსაც მნიშვნელობა აქვს შეყონდა. რატომ მეკითხებით? იმიტომ, რომ თუ ვარძელაშვილი ყალბი ვალებით ცდილობს შენზე ზეწოლას, შესაძლებელია, რომ იმ დოკუმენტებში იყოს მტკიცებულებები, რომლებიც მის ბრალდებებს გააბათილებს. ლუკა მიუახლოვდა. ის ქაღალდები ისევ გაქვს? ანამ თავის ზურგჩანთაზე გაიფიქრა იმ დოკუმენტებზე, რომლებიც სენტიმენტალურობის გამო დაჰქონდა. მამის გარდაცვალების შემდეგ არასდროს გაუხსნია, ზედმეტად მტკივნეული იყო. მაგრამ ისინი იქ იყო, პლასტიკურ საქაღალდეში დაცული. მაქვს, თქვა მან. ჩემს ოთახშია. ლუკას სახეზე რაღაც შეიცვალა. დაძაბულობა, მოლოდინი. შემიძლია ვნახო. ოთახში გავიდა საქაღალდის გამოსატანად, ხელები უთრთოდა. როდესაც ლუკას გადასცა, მან ფრთხილად გახსნა, თითქოს რაღაც ძვირფას ეხებოდა. და როდესაც დოკუმენტებს ათვალიერებდა, ანამ დაინახა, როგორ ეცვლებოდა გამომეტყველება. გაოცება. შემდეგ კი რაღაც რაც. ფარულ ტრიუმფს ჰგავდა. ანა, თქვა მან დაბალი, მაგრამ ემოციით სავსე ხმით. გაქვს წარმოდგენა, ეს რა არის? ქალმა დაბნეულმა გააქნია თავი. ეს, მან ერთი კონტრაქტი ასწია, მერე მეორე. ეს მტკიცებულებებია. ორიგინალი კონტრაქტები ვარძელაშვილის მიერ ხელმოწერილი, სადაც დეტალურად აღწერილი ის ტრანზაქციები, რომლებსაც ის მოგვიანებით უარყოფდა. არალეგალური გადარიცხვების ჩანაწერები. წერილები, რომლებიც ადასტურებს, რომ მან იცოდა თაღლითობის შესახებ, შეხედა ანას, მისი მუქი თვალები ბრწყინავდა. მამა შენმა ყველაფერი შეინახა. ყოველი მტკიცებულება, რომელიც ვარძელაშვილის დასამხობად გვჭირდება. ანა მიგრძნო, როგორ გამოეცალა ნიადაგი ფეხქვეშ. მაგრამ როგორ? მას ჩემთვის არასდროს უთქვამს, ალბათ გიცავდა. მტკიცებულებები შეინახა, მაგრამ შენი გარევა არ უნდოდა, ლუკამ დოკუმენტები მაგიდაზე მოციცებით დადო. ამ მტკიცებულებებს შეუძლია არა მხოლოდ მამა შენის სახელის გათეთრება, არამედ მთელი იმ იმპერიის განადგურება, რომელიც ვარძელაშვილმა ტყუილებზე ააგო. მამის გარდაცვალების შემდეგ პირველად ანა მასზე ფიქრისას ტკივილის გარდა სხვა რამეც იგრძნო. იგრძნო სიამაყე. ის ბოლომდე იბრძოდა, მაშინაც კი, როცა იცოდა, რომ აგებდა. და შვილს დაუტოვა იარაღი, რომელიც გამარჯვებისთვის იყო საჭირო. ახლა რას ვაკეთებთ? ჰკითხა მან. ლუკამ შეხედა და მის მზერაში რაღაც ახალი იყო. პატივისცემა, დიახ. მაგრამ ასევე სხვა რამ, უფრო ღრმა, რის დაფარვასაც ის თითქოს ცდილობდა. ახლა, თქვა მან, ომისთვის ვემზადებით. მომდევნო 48 საათის განმავლობაში ბინა ოპერაციების ცენტრად იქცა. ლუკამ 3 ადამიანი მოიყვანა, შუახნის ადვოკატი, ბატონი მერაბი, რომლის სახელითაც მევალეები შეაშინა, ახალგაზრდა ქალი სქელჩარჩოიანი სათვალეებით, რომელმაც თავი მხოლოდ ნინოდ წარადგინა და ლეპტოპიდან თავი. არა უღია, და უფროსი სერიოზული მამაკაცი, რომელსაც ლუკამ თამაზი დაუძახა და რომელიც გარემოს გაწვრთნილი თვალით აკვირდებოდა. ისინი მხოლოდ კოლეგები არ იყვნენ. ანა ამას ხედავდა იმით, როგორ მოძრაობდნენ ლუკას გარშემო, იმ ფარული პატივისცემით, იმით, როგორ ელოდნენ მის გადაწყვეტილებებს. აქ იერარქია იყო, ნათელი და ურყევი. ეს დოკუმენტები ოქროა, თქვა ბატონმა მერაბმა და სათვალე გაისწორა, როდესაც ერთ კონკრეტულ კონტრაქტს მესამედ კითხულობდა. ავთანდილ ვარძელაშვილი ყოველთვის მოხერხებული იყო. ახერხებდა ყველაფრის კანონიერად წარმოჩენას, რადგან მტკიცებულებებს ანადგურებდა. მაგრამ ეს თითი ქაღალდს დაჰკრა. ეს ამტკიცებს, რომ მან იცოდა დარღვევების შესახებ. რომ მან გასცა თაღლითური გადარიცხვების ბრძანება. რომ მან დოკუმენტები გააყალბა პარტნიორების დასაზარალებლად. ანა დივანზე იჯდა და აკვირდებოდა.
თავს ერთდროულად საჭიროდ და უხილავად გრძნობდა, დოკუმენტები მისი იყო, აღმოჩენა მისი იყო, მაგრამ ოპერაცია, რომელიც მის წინ იშლებოდა, ეკუთვნოდა სამყაროს, რომელიც მას ბოლომდე არ ესმოდა. ლუკამ ეს შენიშნა. ის ყოველთვის ყველაფერს ამჩნევდა. ანა დაუძახა მან და მაგიდისკენ მიიხმო, სადაც დოკუმენტები ეწყო. ჭირდება, რომ ქრონოლოგია ამიხსნა. როდის მოაწერა მამა შენმა ხელი თითოეულ ამ კონტრაქტს, რა ხდებოდა იმ დროს კომპანიაში. ის წამოდგა და მიუახლოვდა. 4 წყვილი თვალი მისკენ შემობრუნდა. მაგრამ შემდეგ გაახსენდა ის საათები, რომლებიც ამ ქაღალდების დალაგებაში გაატარა, ღამეები, როცა მამის საქმეებს სწავლობდა და ცდილობდა გაეგოს, სად წავიდა ყველაფერი არასწორად. ღრმად ჩაისუნთქა და ლაპარაკი დაიწყო. პირველი კონტრაქტი 2019 წლისაა. მამა ოპტიმისტურად იყო განწყობილი. ვარძელაშვილი გაფართოებაში ინვესტიციას დახპირდა, პუნქტებზე მიუთითა. მაგრამ ნახეთ, აქ საპროცენტო განაკვეთი ერთ-ერთ ქვეპუნქტშია დამალული. ეს არ არის ის, რაზეც სიტყვიერად შეთანხმდნენ. საიდან იცით, რაზე შეთანხმდნენ სიტყვიერად? ჰკითხა ნინომ, თან სწრაფად ბეჭდავდა. მამამ მნიშვნელოვან შეხვედრებს იწერდა. აუდიო ჩანაწერებს აკეთებდა, დეტალები რომ არ დავიწყებოდა, ანა შეყონდა. არ ვიცი, ის ფაილები ისევ მაქვს თუ არა, მაგრამ გაქვს. შეაწყვეტინა ლუკამ მოლოდინით სავსე ხმით. ანამ დაფიქრდა. ზურგჩანთა. მამის ძველი MP3 პლეიერი, რომელიც სუფთა სენტიმენტალურობის გამო შეინახა. შესაძლოა. უნდა შევამოწმო. ოთახში შევარდა, ზურგჩანთა გადმოაპირქვავა და აი ისიც, ძველი აპარატი, გაბზარული ეკრანით, მაგრამ როდესაც ღილაკს დააჭირა, ჩაერთო. მისაღებში დაბრუნდა. აი, თქვა და ლუკას გადასცა. ყველაფერს აქ იწერდა. ნინომ აპარატი გამოართვა, კაბელით შეერთა და ფაილების გადაწერა დაიწყო. რამდენიმე წუთში ანას მამის ხმა მაავსო ოთახი, ნათლად და მტკიცედ ის ავთანდილ ვარძელაშვილთან კონტრაქტის პირობებს განიხილავდა. ანას გული შეეკუმშა. თითქოს მამა წამით დაბრუნდა. თვალები დახუჭა, უსმენდა და იხსენებდა. აქ არის, თქვა ნინომ და ჩანაწერი შეაჩერა. ვარძელაშვილი წლიურ 3, სვპირდება. მაგრამ კონტრაქტში 8-ია. და აი მისი ხმაც, სადაც 3-ზე თანხმდება. სახელშეკრულებო თაღლითობა დაადასტურა ბატონმა მერაბმა. დოკუმენტირებული და დამტკიცებული. თამაზმა, რომელიც აქამდე დუმდა, პირველად ამოიღო ხმა. ვარძელაშვილი ამას უგრძოველად არ დათმობს. როგორც კი მიხვდება, რომ ეს მტკიცებულებები არსებობს, ყველა რესურსს გამოიყენებს. მას კი ბევრი რესურსი აქვს. ამიტომ უნდა ვიჩქაროთ, თქვა ლუკამ. ყველაფერი მოვაწესრიგოთ და შესაბამის ორგანოებს გადავცეთ, სანამ ის რეაგირებას მოასწრებს. და ვინ არიან ეს შესაბამისი ორგანოები? ჰკითხა ანამ უფრო მტკიცე ხმით. ლუკამ და ბატონმა მერაბმა ერთმანეთს გადახედეს. პროკურატურაში გვყავს კონტაქტები. სანდო ადამიანები, რომლებიც ვარძელაშვილის ჯიბეში არ არიან. მაგრამ უნდა დავრწმუნდეთ, რომ გადაცემა პირადად მოხდება, მოწმეების თანდასწრებით, რომ გაქრობის ან გასაჩივრების შანსი არ დარჩეს. მე წავიღებ, თქვა ანამ, სანამ თავს შეიკავებდა. სიჩუმე ჩამოვარდა. ყველა მას შეხედა. არა, თქვა ლუკამ კატეგორიულად. ზედმეტად სახიფათოა. ეს ჩემი დოკუმენტებია. ჩემი ისტორია. მამა ჩემი ანამ თავი ასწია და მის თვალებს შეეფეთა. და მე ვარ ერთადერთი ადამიანი, ვისაც ვარძელაშვილი ჯერ კიდევ არ აკვირდება ასე ახლოდან. მას ჰგონია, რომ უბრალოდ შეშინებული გოგო ვარ რესურსების გარეშე. არ ელოდება, რომ ინიციატივას ავიღებ. სიმართლეა, თქვა თამაზმა მოულოდნელად. ვარძელაშვილი ყველას გვითვალ თვალებს. მაგრამ ის მისთვის ჯერჯერობით უხილავია. ლუკამ ყბები დააჭირა, აშკარად ორჭოფობდა. ანამ დაინახა შინაგანი ბრძოლა მის სახეზე, მისი დაცვის სრული სტრატეგიული ლოგიკის წინააღმდეგ. მარტო არა, თქვა მან ბოლოს. თამაზი გამოყვება. დისტანციაზე, ყურადღების მიუქცევლად. მაგრამ ის იქ იქნება. ანას კამათი უნდოდა, ეთქვა, რომ თავადაც შეეძლო, მაგრამ დათმობა დააფასა. და სიმართლე რომ ითქვას, იმის ცოდნა, რომ ვიღაც ზურგს უმაგრებდა, ამშვიდებდა. კარგი, დაეთანხმა ის. მომდევნო საათები ყოველი დეტალის დაგეგმვაში გაატარეს. ნინომ ციფრული ასლები შექმნა, რომლებიც სხვადასხვა სერვერებზე შეინახა.
ბატონმა მერაბმა მოამზადა ორგანიზებული დოსიე. თამაზმა შეისწავლა მარშრუტები, შეხვედრის ადგილები და სათადარიგო გეგმები. ლუკა კი. ლუკა ანას ისეთი ინტენსივობით აკვირდებოდა, რომ ქალის სხეულის ყოველ უჯრედში დაძაბულობას გრძნობდა. უკვე ღამე იყო, როდესაც ბოლოს და ბოლოს სულის მოსათქმელად გაჩერდნენ. ნუნუ ბებიამ, რომელიც რაღაც მომენტში მოვიდა და ყველაფერს ჩუმად ადევნებდა თვალს, სენდვიჩები და მაგარი ყავა მოამზადა. ლუკას მოყვანილი ხალხი წავიდა, დოკუმენტების ასლები წაიღეს და ხვალინდელი დღისთვის მკაფიო ინსტრუქციები დატოვეს. ანა და ლუკა მისაღებში მარტო დარჩნენ. მათ შორის არსებული დაძაბულობა, რომელიც ბოლო დღეებში იზრდებოდა, ახლა თითქმის ფიზიკურად იგრძნობოდა. არ გჭირდება ამის გაკეთება, თქვა ლუკამ და სიჩუმე დაარღვია. ფანჯარასთან იდგა და ღამის თბილისს გაჰყურებდა. შემიძლია სხვა გზა ვიპოვო. მე მინდა ამის გაკეთება, უპასუხა ანამ. მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ პირველად მაქვს შანსი რაღაც მნიშვნელოვანი გავაკეთო. მისი სახელი გავათეთრო. ამ შანსს არ გავუშვებ. ის შემოbrunდა და შეხედა, მის გამომეტყველებაში რაღაც გულწრფელი იკითხებოდა. და თუ რამე არასწორად წავა. მაშინ ისევ გადამარჩენ, თქვა მან, ცდილობდა ხუმრობით განემუხტა სიტუაცია. მგონი უკვე კარგად გამოგდის. ლუკას არ გაუღიმია. ამის ნაცვლად ოთახი გადაჭრა და მის გვერდით დაჯდა იმაზე ახლოს, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ანამ მისი სითბო იგრძნო, მისი ძვირფასი ოდეკოლონის სურნელი. ანა დაიწყო მან და მის ხმაში ისეთი ყოყმანი გაჩნდა, როგორიც აქამდე არასდროს ჰქონია. არის რაღაცები ჩემს შესახებ, რაც არ იცი. რაღაცები, რაც ყველაფერს ართულებს. ქალი აკვირდებოდა მას. დაძაბულობის ხაზებს თვალების გარშემო, იმას როგორ ეჭირა მხრები, თითქოს უხილავ ტვირთს ატარებდა, იმას როგორ ეპყრობოდა ყველა გარშემომყოფი იმ პატივისცემით, რომელიც მოწიწებას ესაზღვრებოდა. თქვენ მხოლოდ ქონების მმართველი არ ხართ, თქვა მან არა კითხვით. მან გამოსცა ხმა, რომელიც შეიძლება სიცილიც ყოფილიყო და ოხრაც. არა. არ ვარ. მაშინ ვინ ხართ? ლუკა ისე დიდხანს დუმდა, რომ ანას ეგონა. არ უპასუხებდა. როდესაც ბოლოს ხმა ამოიღო, დაბალი, თითქმის უნებლიე ტონით ლაპარაკობდა. ჩემს ოჯახს გავლენა აქვს. ძალა უფლება. არა ისეთი, რომელიც ჟურნალ-გაზეთებში ჩნდება, არამედ ისეთი, რომელიც კულისებიდან მართავს პროცესებს. ბიზნესი, პოლიტიკა, მართლმსაჯულება ხელებს დახედა. ამ სამყაროში გავიზარდე. ადრე ვისწავლე, რომ ძალა უფლება არასწორ ხალხს იზიდავს, რომ ვერასდროს გაიგებ, ვინ არის გულწრფელი და ვის უბრალოდ რაღაც უნდა შენგან. ამიტომ იცვამთ, უბრალოდ მიხვდა ანა. ამიტომ იქცევით ისე, თითქოს ჩვეულებრივი ადამიანი ხართ. ამიტომ მჭირდება ვიცოდე, ვინ არიან ადამიანები სინამდვილეში, სანამ გავუმხელ, ვინ ვარ მე, ის ანასკენ შემოbrunდა, მისი მუქი თვალები ინტენსიური იყო. შენ კი, ანა. დახმარება მთხოვე ისე, რომ არ იცოდი, ვინ ვიყავი. არა იმიტომ, რომ ძალა უფლება ან ფული მქონდა. არამედ იმიტომ, რომ სასოწარკვეთილი იყავი და გჭირდებოდა ვინმეს დაენახე. გული აუჩქარდა. და თქვენ დამეხმარეთ. არაფრის სანაცვლოდ. იმიტომ, რომ შენში რაღაც დავინახე. ძალა. ღირსება. უარი დანებებაზე შეყონდა. და რაც უფრო მეტად გიცნობ, მით მეც ვხედავ. შენს ინტელექტს, შენს სიმამაცეს, იმას, როგორ არაძლევ უფლებას გარემოებებს განსაზღვრონ შენი პიროვნება. ანას სუნთქვა შეეკრა. ძალიან ახლოს იყო მასთან, მაგრამ ვერ იწეოდა. ლუკა არ უნდა გეუბნებოდე ამას, განაგრძო მან, ახლა ხმა ჩახლეჩილი ჰქონდა. არა მაშინ, როცა ჯერ კიდევ დაუცველი ხარ, ჯერ კიდევ ჩემზე დამოკიდებული. ეს არ არის სამართლიანი. მაგრამ ხვალ სახიფათო საქმეს აკეთებ და მინდა იცოდე, რომ გაჩერდა თვალები და ხუჭა. რომ მნიშვნელოვანი ხარ. ჩემთვის. იმაზე მეტად ვიდრე უნდა იყვე. ეს სიტყვები მათ შორის ჰაერში დარჩა მნიშვნელობით დამძიმებული. ანა მიცოდა, რომ უნდა დახეულიყო, დისტანცია შეექმნა, საკუთარი გული დაეცვა. მაგრამ ყოველგვარი რაციონალურობა აორთქლდა, როდესაც მას შეხედა და დაინახა იგივე დაუცველობა, რასაც თავად გრძნობდა. თქვენც მნიშვნელოვანი ხართ, ჩემთვის ჩაიჩურჩულა მან. მისი თვალები გაიხსნა, ანას თვალებს მიეჯაჭვა და ქალმა დაინახა ის მომენტი, როდესაც ლუკას კონტროლმა უმტყუნა. მან ხელი ასწია, ყოყმანით და მის სახეს შეეხო, თითებით ყბის ხაზს გაჰყვა ისეთი სინაზით, რომ ანას ჟუანტელმა დაუარა.
ეს სიგიჟეა, ჩაილაპარაკა მან. ვიცი. შენ იმსახურებ ვინმეს. გართულებების გარეშე. შესაძლოა მარტივი არც მინდოდეს. მან თითქმის გაიღიმა სევდიანი ღიმილით, რომელიც სავსე იყო დაფარული სურვილით. როდესაც ეს ყველაფერი დასრულდება, როდესაც უსაფრთხოდ და თავისუფალი იქნები. ნამდვილად დავილაპარაკებთ. ყველაფერზე. იმაზე, ვინ ვარ სინამდვილეში, რას შეიძლება ნიშნავდეს ეს. და თუ არ მინდა ლოდინი. გაიგონა საკუთარი კითხვა ანამ, გაოცებული საკუთარი გამბედაობით. ლუკამ ისევ დახუჭა თვალები, თითქოს საკუთარ თავს ებრძოდა. როდესაც გაახილა, იქ გადაწყვეტილება იკითხებოდა. მაშინ მაინც დაველოდებით. იმიტომ რომ ამას არ გავაკეთებ, სანამ შენ ჯერ კიდევ დამოკიდებული ხარ ჩემზე. როდესაც აირჩევ, მინდა რომ თავისუფალი იყო არჩევანში. ვალების გარეშე, მადლიერების გარეშე, ყოველგვარი ბუნდოვანების გარეშე. ეს იყო გამაღიზიანებელი და ამავდროულად ყველაზე პატივსაცემი საქციელი, რაც კი ვინმეს მის მიმართ ჩაუდენია. ანამ თავი დაუქნია, ყელში გაჩხერილი ბურთი გადაყლაპა. კარგი, თქვა მან. დაველოდოთ. ის წამოდგა, მათ შორის დისტანცია შექმნა და ანამ მისი სითბოს ნაკლებობა ფიზიკურ დანაკარგად იგრძნო. დაისვენე, თქვა ლუკამ და ისევ კონტროლირებად ტონს დაუბრუნდა. ხვალგრძელი დღე იქნება. ანა ასევე წამოდგა, მაგრამ სანამ ოთახში შევიდოდა, შემოbrunდა. ლუკა. ჰო. მადლობა. ლოდინისთვის. იმისთვის, რომ დამინახეთ. მან მზერა გაუსწორა და იმ მომენტში, შეხების გარეშეც, ოთახის სხვადასხვა კუთხიდან, ანა მიგრძნო მათ შორის. კავშირი, როგორც რაღაც თითქმის მყარი. ყოველთვის, თქვა მან და ეს იყო პირობა. ანა ოთახში შევიდა აჩქარებული გულით, საწოლზე დაცვა და ჭერს მიაშტერდა. ხვალ ყველაფერს სასწორზე დადებდა ვარძელაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებების მიტანით. მაგრამ ახლა შიშისა და სიმტკიცის გარდა მასში სხვა რამეც იწვოდა. იმედი. სამართლიანობის. ახალი დასაწყისის. რაღაც უფრო მეტის, რაც გალერეაში სასოწარკვეთის მომენტში დაიწყო და ახლა იზრდებოდა, ჩუმად, მაგრამ გარდაულად ორ გულს შორის, რომლებიც ცდილობდნენ, თუმცა წარმატების გარეშე, დისტანციის შენარჩუნებას. საკუთარ ტუჩებს შეეხო, წარმოიდგინა, რა მოხდებოდა, ის რომ არ გაჩერებულიყო და ეკოცნა. შემდეგ ეს ფიქრი განდევნა. საქმე იყო გასაკეთებელი. ბრძოლები მოსაგები. დანარჩენი მოიცდიდა. და ამად ღირდა. დილა მოღრუბრული გათენდა, თბილისისთვის დამახასიათებელი იმ სინესტით, რომელიც კანს ეკვრის და ჰაერს ამძიმებს. ანამ ადრე გაიღვიძა, ნერვიულობისგან კუჭი ეწვოდა. ნუნუ ბებიას მოტანილი ტანსაცმელი ჩაიცვა, მუქი ჯინსი უბრალო ზედა, მსუბუქი ქურთუკი. ისეთი არაფერი, რაც ყურადღებას მიიქცევდა. ხალხში უბრალო გამვლელი უნდა ყოფილიყო. დოკუმენტებიანი საქაღალდე სამზარეულოს მაგიდაზე იდო. ბატონმა მერაბმა ყველაფერი მოკრძალებულ შავ საქაღალდეში მოათავსა, რომელიც ჩვეულებრივ სამუშაო ქაღალდებს ჰგავდა. მტკიცებულებები შიგნით იყო დაცული, ქრონოლოგიურად დალაგებული, თითოეული გვერდიფერადი სანიშნეებით იყო მონიშნული. ლუკა უკვე ფეხზე იყო, როდესაც ანა გამოვიდა. თვალების გარშემო მუქი წრეები ჰქონდა, თითქოს არ სძინებოდა. ალბათ არც სძინებია. ყავა. შესთავაზა მან, ხმა საგულდაგულოდ ჰქონდა გაწონა სწორებული. ვერაფერს ვჭამ, აღიარა ანამ. მუცელი მერევა ნერვიულობისგან. მან თავი დაუქნია ეს მოდამისი. მიუახლოვდა, მაგრამ იმ დისტანციას ინარჩუნებდა, რომელიც წინა ღამით დააწესეს. თამაზი სულ რაღაც 3 მეტრში იქნება შენგან, აუხსნა ლუკამ მესამედ, თითქოს გეგმის გამეორება მას უფრო უსაფრთხოს გახდიდა. ისე მოიქცევა, თითქოს ტელეფონზე ლაპარაკობს, მაგრამ თვალს არ მოგაშორებს. ნებისმიერი პრობლემის ნიშანზე, მაშინვე ჩაერევა. ვიცი. შეხვედრა 10 საათზეა სასამართლოს შენობასთან. ელენე წერეთელი მთავარ შესასვლელთან დაგელოდება. ის ფედერალური პროკურორია, ფინანსურ დანაშაულებზე მუშაობს და ერთ-ერთია იმ მცირე რიცხოვანთაგან, ვისაც ბოლომდე ვენდობი, პაუზა გააკეთა. იცნობ, ცითური თმითაა, პროკურატურის გერბიანი სამკერდე ნიშანი ეკეთება. ლუკა, შეაწყვეტინა ანამ ნაზად. ეს ყველაფერი უკვე ამიხსენი. 3 ჯერ. ყველაფერი კარგად იქნება. მან თვალები დახუჭა, ღრმად ჩაისუნთქა. ვიცი. ბოდიში.
უბრალოდ თვალები გაახილა და ანამ იქ ნამდვილი შიში დაინახა. შენ რომ რამე დაგემართოს, არაფერი დამემართება, მან ნაბიჯი გადადგა მისკენ და ხელი მკლავზე დაადო. გრძნობდა როგორ იყო დაჭიმული მისი კუნთები სვიტრის ქვეშ. გპირდები. ლუკამ თავისი ხელი მისას დაადო და ოდნავ მოუჭირა. ფრთხილად იყავი. თუ იგრძნობ რომ რაღაც ისე არ არის არ დააყოვნო. მაშინვე წამოდი იქიდან. გპირდები. ასე იდგნენ ცოტა ხანს, სანამ თამაზმა კარზე არ დააკაკუნა. დრო იყო. სასამართლომდე გზა ოხმოდ გაიარეს. ანა უკანა სავარძელზე იჯდა, საქაღალდე მკერდზე მიეკრა, თითები გათეთრებული ჰქონდა დაჭერილობისგან. თბილისი გარეთ ფეთქავდა, ქაოსური მოძრაობა, საყვირების ხმა, ქუჩის გამყიდველები. ჩვეულებრივი ცხოვრება გრძელდებოდა, მაშინ როცა ანას ხელში ეჭირა მტკიცებულებები, რომლებსაც შეეძლო ტყუილზე აგებული იმპერიის დანგრევა. 2 კვარტალით ადრე გაჩერდნენ. თამაზი შემობრუნდა. აქედან ფეხით წახვალ. მე უკან გამოქვები, მაგრამ არ მოიხედო, ჩემი პოვნა არ სცადო. ბუნებრივად მოიქეცი. შენ უბრალოდ თანამშრომელი ხარ, რომელსაც დოკუმენტები მიაქვს. ანამ თავი დაუქნია. მანქანიდან გადავიდა, საქაღალდე იღლიაში ამოიდო და სიარული დაიწყო. პარასკევი შუადღე იყო და ქუჩები სავსე იყო ხალხით. კოსტიუმიანი კაცები შეხვედრებზე ეჩქარებოდათ, ქალები საკიდლების ჩანთებით, სტუდენტების ჯგუფები ხმამაღლა ლაპარაკობდნენ. ანა ხალხს შეერია, ცდილობდა ნაბიჯი არ აერევა, სუნთქვა კი დაემშვიდებინა. 1 კვარტალი. სიარულს აგრძელებდა. 9 კვარტალი. სწორედ მაშინ იგრძნო. ის შეგრძნება, როცა ვიღაც გითვალთვალებს, როცა ზურგზე ჟრუანტელი გივლის იმის გამო, რომ მტრული მზერა შენზეა ფოკუსირებული. ანამ გაუძლო ცდუნებას, უკან არ მიიხედა. სიარული განაგრძო, მაგრამ ყველა გრძნობა დაძაბული ჰქონდა. ვიღაც მართლა სდევდა. არა, თამაზი, მისი ყოფნა უკვე ნაცნობი იყო, ფრთხილი და მფარველი. ეს სხვა იყო. უფრო აგრესიული. სასამართლოს შესასვლელი უკვე ჩანდა. ბეტონის ფართო საფეხურები, ხალხის მუდმივი მოძრაობა. და იქ, კართან, მოკლედ შეჭრილი ცითურით მითქალი, მუქი ლურჯი პიჯაკით, ოქროსფერი სამკერდე ნიშნით. ელენე წერეთელი. ანამ ნაბიჯს აუჩქარა, თითქმის სირბილზე გადავიდა. კიდევ 50 მეტრი. სწორედ მაშინ გაჩნდა მის გვერდით მამაკაცი. მაღალი, მუქი კოსტიუმით, სარკისებრი სათვალეებით. ერთ-ერთი მევალე. არა, მოიცადეთ, ის სხვა ადგილიდან იცნო. დოკუმენტების ფოტოებიდან. ის პირდაპირ ვარძელაშვილზე მუშაობდა. ქალბატონო, ალასანია, თქვა მან დაბალი, მაგრამ მკაფიო ხმით. მგონი ჯობია დავილაპარაკოთ. ანას არ უპასუხია. სიარული განაგრძო, უფრო სწრაფად. მამაკაცმა მკლავზე ხელი ჩაავლო და მოუჭირა. გითხარით, უნდა დავილაპარაკოთ მეთქი. ხელი გამიშვი, გამოსცრა ანამ კბილებში და გათავისუფლებას შეეცადა. საქაღალდე გაუსრიალდა, მაგრამ სასოწარკვეთით ჩაეჭიდა. რა არის ამ საქაღალდეში? ჰკითხა მან და წართმევას სცადა. დოკუმენტები. როგორი დოკუმენტები? ანამ მთელი ძალით მოკაჩა, პანიკა ყელში ებჯინებოდა. სად იყო თამაზი? მიმოიხედა და დაინახა, ის სწრაფად მოდიოდა, მაგრამ სხვა კაცმა გზა გადაუღობა, აშკარად ერთი გუნდი იყვნენ. ვარძელაშვილმა იცოდა. რაღაცნაირად გაეგო. ხელი გამიშვი. იყვირა ანამ ახლა, ყურადღების მიქცევას უკვე აღარ ერიდებოდა. გარშემო მყოფები გაჩერდნენ, უყურებდნენ. ხელი გამიშვი, თორემ ვიყვირებ, რომ მძარცვავ. ამ მუქარამ ნაწილობრივ იმუშავა. კაცმა ხელი ოდნავ შეუშვა, ხალხის ყურადღებამ შეაშინა. ანამ ისარგებლა, მკლავი მთელი ძალით გამოგლიჯა და გაიქცა. გარბოდა ისე, როგორც სკოლის მერე არ ურიბნია, საქაღალდე მკერდზე მიკრული, ფილტვები ეწვოდა. სასამართლოს საფეხურები აქვე იყო, ასე ახლოს. ელენე მის უკვე დაინახა და მისკენ დაეშვა შეწუხებული სახით. უკნიდან ვიღაცის ხელები ეცა, ახლა უფრო უხეშად, ძალადობრივად. ანამ დაიხვირა. საქაღალდე ხელიდან უსხლდებოდა. არა. არა. არ შეეძლო ამის დაკარგვა. არა ამდენი წვალების შემდეგ. და უცებ, ხმები. ხმა მაღალი, ავტორიტეტული ხმები. გაუშვით ხელი გოგონას. ახლავე.
სასამართლოს დაცვის თანამშრომლების საფეხურებზე ჩამორბოდნენ. და მათ უკან ფიგურა, რომლის დანახვაზეც ანას გული შეუხდა, ლუკა, რომელიც საიდანღაც გამოჩნდა, სახეზე შეკავებული ბრაზი ეწერა. კაცმა, რომელსაც ანა ეჭირა, მაშინვე ხელი გაუშვა და უკან დაიხია. გაუგებრობაა, თქვა მან, ცდილობდა მშვიდად ელაპარაკა. უბრალოდ იმის დაბრუნებას ვცდილობდი, რაც მან შეცდომით აიღო. მატყუ არაა. ქოშინით თქვა ანამ, ჯერ კიდევ საქაღალდეს ჩაბღაუჭებული. ის ავთანდილ ვარძელაშვილზე მუშაობს. მტკიცებულებების მოპარვას ცდილობდა. ლუკამ ორ ნაბიჯში მიაღწია მასთან, ანასა და იმ კაცებს შორის ჩადგა. მისი ყოფნა ახლა სულ სხვაგვარი იყო, არავითარი მოკრძალება. მისგან სუფთა ძალაუფლება მოდიოდა, ისეთი, რომელიც კაცებს უკან დაახევინებს ისე, რომ ვერც კი ხვდებიან რატომ. 5 წამი გაქვთ აქედან გასასვლელად, თქვა მან დაბალი, მაგრამ მუქარით სავსე ხმით. სანამ დაცვას ვთხოვ, რომ ძარცვის მცდელობისა და თავდასხმისთვის დაგაკავონ. კაცებმა ერთმანეთს გადახედეს, ვერ გადაეწყვიტათ. შემდეგ თითქოს უხილავი ბრძანება მიიღესო, უკან დაიხიეს და ხალხში გაუჩინარდნენ. ანა ახლა ძლიერად კანკალებდა, ადრენალინი ფეხებს უკვეთდა. ლუკა მხრებში ჩაჰკიდა ხელი და თავისკენ შემოაბრუნა. კარგად ხარ? ჰკითხა მან და ხელებზე აკვირდებოდა, თითქოს დაზიანებებს ეძებდა. სადმე ხომ არ დაშავდი? კარგად. კარგად ვარ, ძლივს ამოთქვა. საქაღალდე. კინაღამ წაიღეს. მაგრამ ვერ წაიღეს, მოვიდა ელენეც ორი მცველის თანხლებით. ქალბატონო ალასანია, მე პროკურორი წერეთელი ვარ. გთხოვთ, გამომკევით. შიგნით შევიდეთ, იქ უსაფრთხოა. ლუკას მაშინვე არ გაუშვია ხელი ანასთვის. თვალებში ჩახედა, რაღაცას ეძებდა. დარწმუნებული ხარ, რომ კარგად ხარ? ანამ თავი დაუქნია. კი. მან ბოლოს გაუშვა ხელი, მაგრამ არ მოშორებია. მის გვერდით დარჩა, სანამ ელენეს სასამართლოს შენობაში შეჰყავდათ მარმარილოს დერეფნებისა და მძიმე ხის კარების გავლით ერთ-ერთ კერძო სათათბირო ოთახამდე. თამაზი გამოჩნდა სახეზე და ანაშაულის გრძნობა ეწერა. ბატონო, ძალიან მწუხვარ. მოულოდნელად დაგვესხნენ, იმაზე მეტი კაცი იყო, ვიდრე ველოდით, შენი ბრალი არ არის, თქვა ლუკამ, თუმცა დაძაბულობა არ შორდებოდა. ვარძელაშვილი ჭკვიანია. იცოდა, რომ მსგავს რამეს ვეცდებოდით. ელენემ კარი დაკეტა, გარე ქაოსისგან იზოლირებულები დარჩნენ. ქალბატონო ალასანია, შემიძლია დოკუმენტები ვნახო? ანამ ჯერ კიდევ აკანკალებულმა, საქაღალდე გახსნა. მტკიცებულებები იქ იყო, ხელუხლებელი. ახსნა დაიწყო, სიტყვები ნიაღვარივით მოდიოდა, მთელი ისტორია გადმოიღვარა, მამამისი, თავლითური კონტრაქტები, ჩანაწერები. ყველაფერი. პროკურორი მზარდი ყურადღებით უსმენდა, ყოველი დოკუმენტის დათვალიერებისას თვალები უფართოვდებოდა. ეს არაჩვეულებრივია, ჩაიჩურჩულა მან. ვარძელაშვილს 2 წელი ავიკვლევ, მაგრამ ხელშესახები მტკიცებულებები ვერასდროს ვიპოვე. ყოველთვის ქრებოდა, სანამ რამეს ვიმოქმედებდით. მაგრამ ეს თითი ქაღალდს დაადო. ეს უტყუარია. შეიძლება ამის გამოყენება? მისი პასუხისგებაში მიცემა. ჰკითხა ანამ იმედიანი ხმით. შეიძლება და გამოვიყენებ კიდეც. გამოძიებას დაუყოვნებლივ დავიწყებ, ვარძელაშვილის ქონების დაყადაღებას მოვითხოვ, ჩხრეკისა და დაკავების ორდერებს გამოვცემ, ელენემ დოკუმენტები ფრთხილად დაალაგა. მაგრამ თქვენი დახმარება დამჭირდება, ქალბატონო ალასანია. ჩვენებების მისაცემად, ყოველი ფურცლის წარმომავლობის ასახსნელად. ჩვენებას მივცემ, თქვა ანამ ყოყმანის გარეშე. რამდენიც საჭირო იქნება. ლუკამ, რომელიც ფანჯრიდან იყურებოდა, შემობრუნდა. მას დაცვა დასჭირდება. ვარძელაშვილი ამას ასე მარტივად არ შეეგუება. უკვე ვაგვარებ, დაარწმუნა პროკურორმა. გვაქვს პროგრამა მაღალი რისკის მოწმეების დასაცავად. ქალბატონ ალასანიას 24 საათიანი დაცვა ეყოლება, სანამ ვარძელაშვილს არ დავაკავებთ. მომდევნო საათებმა ბუნდოვნად ჩაიარა. ანამ ოფიციალური ჩვენება მისცა, დოკუმენტებს ხელი მოაწერა, ჩანაწერების გამოყენების ნებართვა დატოვა. ელენემ თავისი გუნდი ამოქმედა და ანა გაოგნებული უყურებდა, როგორ დაიწყო მართლმსაჯულების მანქანამ მოძრაობა. როდესაც სასამართლოდან გამოვიდნენ, მზე უკვე ჩადიოდა, ცასნარინჯისფრად და იისფრად ღებავდა. ლუკა მის მანქანამდე მიაცილა და თამაზმა ღამის თბილისის საცობებში უხმოდ წაიყვანა. ანამ თავი ფანჯრის
მინას მიადო და კანცული იყო. გააკეთა. შეძლო. მტკიცებულებები ორგანოების ხელში იყო და ვარძელაშვილს პასუხისგება მოუწევდა. მამის გარდაცვალების შემდეგ პირველად იგრძნო, რომ სწორად მოიქცა. ლუკა მის გვერდით იჯდა უკანა სავარძელზე, ჩუმად, მაგრამ ანა მის ყოფნას საყრდენად გრძნობდა. როდესაც მისი თითები ანას თითებს თითქმის შემთხვევით შეეხო, ქალმა ხელი ჩასჭიდა. მას ხელი არ გაუშვია. პირიქით მოუჭირა და ასე ისხდნენ ხელჩაკიდებულები, სანამ ქალაქი მათ გარშემო ჩაიქროლებდა. წარმოუდგენლად მამაცი იყავი, თქვა ლუკამ ხმადაბლა. იცოდი ეს? ანამ თავი მიაბრუნა და შეხედა. თავზარი მქონდა დაცემული. სიმამაცე შიშის არ ქონა არ არის. ეს არის მოქმედება შიშის მიუხედავად, მან გაიღიმა, პატარა, მაგრამ გულწრფელი ღიმილით. შენ გამორჩეული ხარ, ანა ალასანია. ქალმა იგრძნო, როგორ აეცვა ლოხები, მაგრამ ამჯერად მზერა არ აურიდებია. თქვენ გარეშე ვერ შევძლებდი. შეძლებდი. შეიძლება არა დღეს, არა ასე. მაგრამ გზას მაინც იპოვიდი. ეს შენს ხასიათშია. ამ სიტყვებმა შინაგანად გაათბო, შიშის ნარჩენები გაუფანტა. ანამ ხელი ისევ მოუჭირა და ლუკამაც უპასუხა, მათი თითები მყარად და საიმედოდ გადაიჯაჭვა. წინ კიდევ ფინალი იყო. ვარძელაშვილის დამხობა. სიმართლის სრული გამჟღავნება. მაგრამ ახლა, როდესაც თბილისი გარშემო ბრწყინავდა და მის გვერდით მყოფი მამაკაცი მის ხელს ისე ეჭირა, თითქოს რაღაც ძვირფასი ყოფილიყო, ანამ თავისუფლება მისცა დაეჯერებინა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. რომ ის ამას გადაიტანდა. რომ ისინი ამას გადაიტანდნენ. და როდესაც ყველაფერი დასრულდებოდა, როდესაც ბოლოს და ბოლოს შეძლებდნენ არჩევანის გაკეთებას ყოველგვარი ზეწოლის გარეშე, შესაძლოა. შესაძლოა ერთმანეთი აერჩიათ. ამბებმა 3 დღის შემდეგ დაიწყო გავრცელება. ჯერ ბიზნეს წრეებში გაჟონა ხმამ, ავთანდილ ვარძელაშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. შემდეგ ეკონომიკურ გამოცემებში გაჩნდა სათაურები, ბათუმელი ბიზნესმენი მილიარდიან თაღლითობაში აბრალდებული. ბოლოს კი მასმედიაში აფეთქდა, ვარძელაშვილის იმპერია ინგრევა, პროკურატურა მრავალწლიანი სქემა გაშიფრა. ანა ამ ყველაფერს ვაკის ბინიდან ადევნებდა თვალს, რომელიც მისთვის ერთდროულად ციხედაც იქცა და თავშესაფრადაც. დაცვა, რომელიც ელენემ დახპირდა, 2 აგენტის სახით მოვიდა, რომლებიც სადარბაზოსთან მორიგეობდნენ. ლუკამ საკუთარი ინიციატივით დაცვა კიდევ უფრო გააძლიერა, თამაზი სულ ახლოს იყო და კიდევ 2 კაცი, რომლებიც ანას მანამდე არ ენახა, შენობის გარშემო ტრიალებდნენ. აუცილებელი პარანოიაა, განუმარტა ლუკამ, როცა ანამ კითხვა დაუსვა. ვარძელაშვილს ჯერ კიდევ აქვს რესურსები და ერთგული ხალხი. სანამ მას ოფიციალურად არ დავაკავებთ, საფრთხეში ხარ. მაგრამ ვარძელაშვილი არ გამოჩენილა. პირიქით გაუჩინარდა. პროკურატურამ დაკავების ორდერი გამოსცა, მაგრამ როდესაც მის ბათუმის ვილაში მივიდნენ, იქ მხოლოდ შეშინებული მომსახურე პერსონალი და ცარიელი უჯრები დახვდათ. ის გაიქცა, თან წაიღო ის, რისიც აღებაც მოასწრო. დიდხანს ვერ გაძლებს დაარწმუნა ელენემ ერთ-ერთი შეხვედრის დროს. ანგარიშები დაუყადაღეთ, ქონება ჩამოვართვით, საზღვრები და აეროპორტები გავაფრთხილეთ. შეუძლია გაიქცეს, მაგრამ სამუდამოდ ვერ დაიმალება. ანას უნდოდა დაეჯერებინა, მაგრამ საფრთხის შეგრძნება ბოლომდე არ ტოვებდა. ღამით შეშინებულს ეღვიძებოდა, გული უცემდა, ეჩვენებოდა, თითქოს ტელეფონში ნაბიჯების ხმა ესმოდა. ლუკამ მისაღებში დივანზე დაიწყო ძილი, ისე რომ ანას არც უთხოვია და ქალს პროტესტი არ გამოუთქვამს. მისი ყოფნა ამშვიდებდა იმაზე მეტად, ვიდრე ნებისმიერი ფიზიკური დაცვა. მტკიცებულებების გადაცემიდან მეხუთე დილას ყველაფერი ისევ შეიცვალა. ანა სამზარეულოში ყავას ამზადებდა, როდესაც მისაღებიდან აღელებული ხმები შემოესმა. ლუკა ტელეფონზე ლაპარაკობდა ისეთი დაძაბული ხმით, როგორიც იშვიათად ჰქონდა. როდის? ზუსტად სად? ვიზუალური დადასტურება მინდა, სანამ. არა, მე თვითონ მოვალ. მან ტელეფონი გათიშა და ანამ შეამჩნია, რომ ხელები ოდნა უთრთოდა. ბრაზისგან იყო ეს, თუ შვებისგან ვერ გაიგო. რა მოხდა? ჰკითხა მან და მიუახლოვდა. ლუკა შემობრუნდა და მის მზერაში ისეთი ინტენსივობა იყო, რომ ანა გაჩერდა. ვარძელაშვილი დაიჭირეს. სარფის საზღვართან ყალბი დოკუმენტებით გადასვლას ცდილობდა. შვება, რომელიც ანამ იგრძნო, ისეთი ძლიერი იყო, რომ ფეხები მოეკვეთა. ნიჟარას დაეყრდნო და ღრმად ჩაისუნთქა. ესე იგი, მორჩა.
მართლა მორჩა. სახიფათო ნაწილი კი ლუკა მიუახლოვდა, მისგან რამდენიმე სანტიმეტრში გაჩერდა. ახლა მხოლოდ იურიდიული პროცედურების საკითხია. ვარძელაშვილი ყველაფერზე აგებს პასუხს. შენ კი შეყონდა. შენ თავისუფალი ხარ. თავისუფალი. ეს სიტყვა უცნაურად, თითქმის არარეალურად ჟღერდა. ანა თავს თავისუფლად არ გრძნობდა თავს გაოგნებულად, დაქანცულად, თითქოს მარათონი გაირბინა და სხეული ჯერ კიდევ ვერ იაზრებდა, რომ ბრძოლა დასრულდა. ელენეს შენი ნახვა უნდა ხვალ, განაგრძო ლუკამ. ბოლო დეტალების გასაფორმებლად. მაგრამ ამის შემდეგ აღარ გჭირდება აქ დარჩენა. შეგიძლია შენს ცხოვრებას დაუბრუნდე. ის, როგორ თქვა მან, შენს ცხოვრებას დაუბრუნდე, ანას კუჩში უსიამოვნო შეგრძნება დაუტოვა. იმიტომ რომ რომელ ცხოვრებას? დაკარგულ ბინას. სამსახურს, რომელიც აღარ არსებობდა? მეგობრებს, რომლებმაც მიატოვეს. ყველაფერი, რაც ახლა გააჩნდა, ამ ბინაში იყო. და ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი მის წინ იდგა და უყურებდა გამომეტყველებით, რომელშიც შვება და სევდასთან მიახლოებული რაღაცერია. და თუ არ მინდა დაბრუნება? გაიგონა საკუთარი კითხვა. ლუკამ თვალები დაახამხამა გაკვირვებულმა. ანა, თქვენ თქვით, რომ როცა ყველაფერი მორჩებოდა, ნამდვილად დავილაპარაკებდით, თავი ასწია და მის თვალებს შეხედა. იმაზე, ვინ ხართ სინამდვილეში. იმაზე. ჩვენზე. მან თვალები დახუჭა, თითქოს საკუთარ თავს ებრძოდა. როდესაც გაახილა, იქ გადაწყვეტილება იდგა. მართალი ხარ. დაგპირდი. და ღრმად ჩაისუნთქა. არის რაღაცები, რაც უნდა იცოდე. ჩემზე, ჩემს ოჯახზე. რაღაცები, რაც შეცვლის იმას, თუ როგორ მხედავ. მაშინ მიამბეთ. ლუკამ მისაღები ოთახისკენ მიუთითა. და ჯექი. ამას დრო დასჭირდება. დივანზე დასხდნენ, ფრთხილ დისტანციას ინარჩუნებდნენ და ლუკამ ლაპარაკი დაიწყო. ხმა კონტროლირებული ჰქონდა, მაგრამ ანა ყოველ სიტყვაში დაძაბულობას გრძნობდა. ჩემი ოჯახი. მხოლოდ გავლენიანი არ არის. ჩვენ თბილისის ერთ-ერთი უძველესი გვარი ვართ. ჩვენი ისტორია საუკუნეებს ითვლის, პაუზა გააკეთა. ჩემი სრული სახელია ლუკა ერისთავი. და მე ვარ. ტექნიკურად რომ ვთქვათ. ერისთავების საგვარეულოს მემკვიდრე თავადი. ანამ თვალები დაახამხამა. თავადი? ანუ, თავადაზნაურობა. ტიტულს დღეს იურიდიული ძალა აღარ აქვს. მაგრამ ოჯახმა შეინარჩუნა ქონება, ბიზნესი, გავლენა, შეხედა მას. ძალიან სპეციფიკურ სამყაროში გავიზარდე. ძვირადღირებული კერძო სკოლები, სოციალური ღონისძიებები ძლევამოსილ ხალხთან ერთად მოლოდინი, რომ იმავე წრის წარმომადგენელზე დავქორწინდებოდი, რომ მემკვიდრეობას შევინარჩუნებდი. ამიტომ იქცევით ისე, თითქოს. ჩვეულებრივი ხართ, მიხვდა ანა. ეს შენი ღვაა. ეს გადარჩენაა. ადრე მივხვდი, რომ როცა ხალხმა იცის, ვინ ვარ, ისინი იცვლებიან. რაღაც უნდათ, დახმარება, კავშირი, ფული. ან ითრგუნებიან, თავში ჩემი ისეთ ვერსიას ქმნიან, რომელიც არ არსებობს. ამოიოხრა მან. ამიტომ დავიწყე ასე გარეთ გამოსვლა. უბრალოდ ანსაცმლით, ყოველგვარი ფუფუნების გარეშე. რომ დამენახა, ვინ არიან ადამიანები სინამდვილეში, როცა ჩემზე შთაბეჭდილების მოხდენას არ ცდილობენ. და ის დღე გალერეაში, იქ იმიტომ ვიყავი, რომ მიყვარს ქალაქის ნამდვილი ყურება. დაცვის გარეშე, მძღოლის გარეშე, მთელი ამ წარმოდგენის გარეშე უემოციოდ გაიღიმა. მერე კი შენ გამოჩნდი სასოწარკვეთილი და დახმარება მთხოვე. არა იმიტომ, რომ იცოდი ვინ ვიყავი. არამედ იმიტომ, რომ გეშინოდა და ვიღაც გჭირდებოდა. ანამ ინფორმაცია გაანალიზა, ნაწილები ერთმანეთს დაუკავშირდა. ის, როგორ ეპყრობოდნენ მას პატივისცემით. ბინა, რომელსაც უვლიდა. ძლიერი კონტაქტები. ახლა ყველაფერს აზრი მიეცა. ამიტომ შეგეძლოთ დახმარება, თქვა ნელა. ვარძელაშვილის წინააღმდეგ. გქონდათ რესურსები, კონტაქტები. გქონდა. და ვიცოდი, რომ ვარძელაშვილი კორუმპირებული იყო დიდი ხანია. ვცადე მისი მხილება ადრეც, მაგრამ ის მოხერხებულია, ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ იყო. სანამ შენ არ გამოჩნდი იმ მტკიცებულებებით, რომლებსაც მე ვერასდროს მივაგენი, ლუკა წინ გადაიხარა, იდაყვები მუხლებზე დაიდო. წარმოდგენა არ გაქვს, რა საჩუქარი გამიკეთე.
არა მხოლოდ იმ კაცის დაცემაში დამეხმარე, რომელმაც ბევრი სიცოცხლე გაანადგურა. არამედ შემახსენე, რომ სამყაროში კარგი ადამიანები არიან. მამაცი, პატიოსანი ადამიანები. თავს მამაცად არ ვგრძნობ აღიარა ანამ. თავს ვგრძნობ შეშინებულად და კარგულად. შეხედა მან. ნორმალურია. თავს ნორმალურად გრძნობ, რადგან მიუხედავად ყველაფრისა, შენ ჩემში მხოლოდ ლუკას ხედავ. და ეს ხმა გაუწყდა. ეს იშვიათია. ძვირფასი. მათ შორის სიჩუმე ჩამოვარდა გამოუთქმელი სიტყვებით დამძიმებული. ანამ იცოდა, რომ უნდა გაიაზრებინა ეს აღიარება, ტიტული, სიმდიდრე, შედეგები. მაგრამ მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რომ არაფერი ამით არსებითი არ შეცვლილა. ლუკა მაინც ის კაცი იყო, რომელმაც გადაარჩინა, რომელმაც ენდო, რომელმაც დაინახა მაშინ, როცა ყველასთვის უხილავი იყო. და ახლა, თქვა ბოლოს, როცა ყველაფერი მიამბეთ. და ხდება. ლუკა სრულიად მისკენ შემობრუნდა ისეთი დაუცველი გამომეტყველებით, როგორიც ანას მანამდე არ ენახა. ახლა არჩევანის უფლებას გაძლევ. ნამდვილად ყოველგვარი ზეწოლისა და გარემოებების გარეშე. შეგიძლია აქედან წახვიდე, შენი ცხოვრება ისეა აწყო, როგორც გინდა. დაგეხმარების სამსახურით, ბინით, რაც დაგჭირდება. ყოველგვარი ვალდებულებისა და მოლოდინის გარეშე. ან ჩაიჩურჩულა ანამ გული აუჩქარდა. ან მან ხელი მისკენ წაიღო, ყოყმანით დროს აძლევდა, რომ უკან დაეხია. როცა ქალმა ეს არ გააკეთა, თითები მის თითებში გადახლართა. ან დარჩები. არა აქ, ამ ბინაში, არამედ ჩემთან. ვცადოთ ვნახოთ, რა არის ეს, საით მიდის. ჩემს ოჯახს გაგაცნობ, რომლებიც რთულები და მომთხოვნები იქნებიან. ჩემს სამყაროს გაჩვენებ, რომელიც დამაბნეველი და სულელური პროტოკოლებითაა სავსე. შენ კი გადაწყვეტ ყოველ დღე, გინდა თუ არა იქ ყოფნა. და თუ დავრჩები, ჰკითხა ანამ, ხმა აუკანკალდა, ეს იმიტომ არ იქნება, რომ გადამარჩინეთ. იმიტომ, რომ მადლიერი ვარ. ამიტომ დაველოდე. ამიტომ მჭირდებოდა, რომ ვარძელაშვილი ჯერ დაცემულიყო, რომ შენ უსაფრთხოდ ყოფილიყავი. რომ როცა აირჩევ, ხელზე მოუჭირა. ეს ნამდვილი არჩევანი იყოს. არა მადლიერება. არა საჭიროება. უბრალოდ არჩევანი. ანა მათ გადახლართულ ხელებს შეხედა და ყველაფერზე დაფიქრდა, რაც მოხდა. გაიფიქრა გალერეის იმ სასოწარკვეთილ მომენტზე, იმ სიმამაცეზე, რომელიც უცხოსთვის დახმარების თხოვნისას იპოვა. გაიფიქრა იმაზე, როგორ დაინახა ლუკამ, მართლა დაინახა, როცა ის მხოლოდ შეშინებული გოგო იყო გაცვეთილი ზურგჩანთით. გაიფიქრა მათ საუბრებზე, იმაზე, როგორ სცემდა პატივს, როგორ ელოდა. გაიფიქრა იმაზე, როგორ გრძნობდა თავს, როცა ის ახლოს იყო. უსაფრთხოდ დიახ. მაგრამ ასევე დანახულად, დაფასებულად, თითქოს იმაზე მეტი შეეძლო ყოფილიყო, ვიდრე გარემოებები ცდილობდნენ მისგან შეექმნათ. და მიხვდა, რომ არჩევანი სინამდვილეში უკვე გაკეთებული იყო. მინდა დავრჩე, თქვა მან და სიტყვები მტკიცედ, დაჯერებულად გაისმა. არა მადლიერების გამო. არა იმიტომ, რომ გადამარჩინეთ. არამედ იმიტომ, მის თვალებს შეეფეთა. იმიტომ, რომ ხედავთ. და მეც გხედავთ. და ეს საკმარისია. იმაზე მეტია, ვიდრე საკმარისი. ლუკას სახე მყისიერად შეიცვალა. შვებამ და სუფთა სიხარულმა გადაურბინა ნაკვთებზე, რამაც ანას გული შეუხდა. მან ხელი გაუშვა მხოლოდ იმისთვის, რომ მისი სახე ორივე ხელში მოექცია, წერა თითებით ლოყებზე ეფერებოდა. დარწმუნებული ხარ? ჩაიჩურჩულა მან. იმიტომ, რომ ჩემი სამყარო რთულია, ანა. იქ მოლოდინებია, ზეწოლა, გადაურჩი მევალეების დევნას, ქუჩაში ძილს და იმ კაცებს, რომლებსაც ჩემი დაშავება უნდოდათ. მგონი, თქვენს რთულ ოჯახსაც გაუმკლავდები. მან გაიცინა, დაბალი და გულწრფელი ხმით. წარმოდგენა არ გაქვს, რა შეეხვევი. მაშინ მაჩვენე, ქალმა ხელები მის ხელებზე დაადო. ნელ-ნელა. დღითი დღე. ლუკა მის თავისკენ მიიზიდა, შუბლი შუბლზე მიადო, თვალები დახუჭული ჰქონდა. ისე მეშინოდა, რომ წასვლას აირჩევდი. მეც მეშინოდა, აღიარა ანამ. რომ როცა ნამდვილად დამინახავდით, დაუცველობის გარეშე, გადარჩენის საჭიროების გარეშე. ის, რასაც დაინახავდით, არ მოგეწონებოდათ. გამორიცხულია, თვალები გაახილა და იქ არსებულმა ინტენსივობამ ანას სუნთქვა შეუკრა.
ანა, მე დავინახე, როგორ აწესრიგებდი დოკუმენტებს ისეთი სიზუსტით, რომელიც გამოცდილ აღმასრულებლებსაც კი შეარცხვენდა. დავინახე, როგორ დაუპირისპირდი შეიარაღებულ კაცებს სიმართლის დასაცავად. დავინახე, როგორ ამბობდი უარს ქველმოქმედებაზე და საკუთარი გზის გაკვალას ცდილობდი მაშინაც კი, როცა არაფერი გქონდა. როგორ შეიძლება ეს არ მომწონდეს? ცრემლები უფრო ადრე წამოვიდა, ვიდრე შეაჩერებდა, მაგრამ ეს შვების ცრემლები იყო, დაგროვილი ბედნიერება, რომელსაც გამოსვლა სჭირდებოდა. ლუკამ წერა თითებით შეუმშრალა, მისი შეხება ისეთი ნაზი იყო, რომ ანას ჟრუანტელმა დაუარა. შემიძლია გაკოცო? ჰკითხა მან ჩახლეჩილი ხმით. ვიცი, ვთქვი, რომ დაველოდებოდი, მაგრამ ანამ არ დაასრულებინა. მათ შორის მანძილი შეამცირა და მისი ტუჩები მისას შეახო კოცნით, რომელიც ყველაფერი იყო, შვება, პირობა, დასაწყისი. ლუკამ უფრო ახლოს მიიზიდა, ერთი ხელი კისერზე დაადო მეორე წელზე და ისეთი ინტენსივობით უპასუხა, რომელიც მთელი მთავშეკავებაზე მეტყველებდა, რასაც ბოლო კვირებში იჩენდა. როდესაც ბოლოს დაცილდნენ, ორივე ქოშინებდა. ლუკამ ისევ შუბლი შუბლზე მიადო და გაიღიმა. ლოდინად ღირდა, ჩაიჩურჩულა მან. ანამ გაიცინა, მისი ხმა მსუბუქი და თავისუფალი იყო ისე, როგორც წლები არ ყოფილა. ნამდვილად ღირდა. ასე ისხდნენ ერთმანეთზე მიკრულები, მაშინ როცა ქალაქი გარეთ ცხოვრებას აგრძელებდა. წინ კიდევ ბევრი რამ იყო მოსაგვარებელი, ვარძელაშვილის წინააღმდეგ საქმის დასრულება, მისი რეპუტაციის აღდგენა, მისი ოჯახისთვის გაცნობა. მაგრამ ახლა იმ მომენტში საკმარისი იყო იქ ყოფნა, არჩევა და არჩეულად ყოფნა. და პირველად მას შემდეგ, რაც ეს ყველაფერი დაიწყო, ანა მხოლოდ კი არ გადარჩებოდა. ის ცხოვრობდა. 2 კვირის შემდეგ ანა ვერაზე მდებარე იმ დიდი სახლის წინ იდგა, რომელიც ისტორიის წიგნიდან გადმოსულს ჰგავდა. ნეოკლასიკური ფასადი, თეთრი სვეტები, მაღალი ფანჯრები. რკინის ჭიშკარი იცავდა ბაღს, სადაც ვარდები ყვაოდა. აქ გაიზარდე? ჰკითხა მან. ლუკა ოდნავ უხერხულად ჩანდა. კი. ვიცი, რომ ზედმეტია. ზედმეტი რბილი ნათქვამია, ანამ თავის ანარეკლს შეხედა, მუქი ლურჯი კაბა ეცვა, რომლის კიდვაც ლუკამ დაჟინებით მოითხოვა. შენმა ოჯახმა იცის ჩემზე? იციან, რომ დამეხმარე. ვარძელაშვილის დამხობაში. დანარჩენს. მაშინ გაიგებენ, როცა გაგიცნობენ, ხელი ჩასჭიდა. კარი 60 წლის ქალმა გააღო, რომელსაც ქერათმა კოსად ჰქონდა შეკრული, კრემისფერი კოსტიუმი და მარგალიტის ყელსაბამი ემშვენა. ქეთევანი, ლუკას დედა. ქალბატონო, თქვა ანამ და ხელი გაუწოდა. ქეთევანმა წამით შეხედა, შემდეგ გაიღიმა, გათვლილი მოწონება იყო. ქალბატონო ალასანია. ლუკამ ბევრი მიამბო თქვენზე. მობრძანდით. ინტერიერი შთამბეჭდავი იყო. მაღალი ჭერი, ბროლის ჭაღები, ძვირფასი ანტიკვარული ავეჯი. მისაღებში კიდევ 3 ადამიანი ელოდათ. ლუკას მამა და თამარი და 70 წლის მამაკაცი თეთრი თმით, რომელიც მათი შესვლისას წამოდგა. პაპა, თქვა ლუკამ ნაზად. ეს ანაა. მამაკაცმა ანას გამჭოლი თვალებით შეხედა. შემდეგ გაიღიმა. ის გოგო, რომელმაც ავთანდილ ვარძელაშვილი დაამხო. ანზორერის თავი. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. ჩემთვისაც, ბატონო. ანზორი დამიძახე, მან სავარძლისკენ მიუთითა. და ჯექი. ყველაფრის მოსმენა მინდა. ვახშამი საინტერესო გამოდგა. ლუკას დედა ზრდილობიან, მაგრამ გამომცდელ კითხვებს სვამდა. მამა დუმდა და აკვირდებოდა. თამარი ყველაზე თბილი აღმოჩნდა, ეკითხებოდა, როგორ მოახერხა მტკიცებულებების ორგანიზება. მაგრამ მთავარი პერსონაჟი ანზორი იყო, რომელიც ყვებოდა ისტორიებს საგვარეულო იმპერიის მშენებლობაზე, იმაზე, რომ ფული ხასიათზე ნაკლებს ნიშნავდა. ჩემს შვილიშვილს, თქვა მან ლუკას შეხედა, შეეძლო ნებისმიერი აერჩია. მაგრამ შენ აგირჩია. იცი რატომ? იმიტომ, რომ შენ მას ხედავ. ლუკას და არა მემკვიდრეს. უბრალოდ კაცს, ანზორმა გაიღიმა. და ეს უფრო იშვიათი და ძვირფასია, ვიდრე ნებისმიერი ტიტული. მამა, გოგოს აბნევ. სიმართლეს ვამბობ. ჩემი ოჯახი. შეიძლება რთული იყოს. მაგრამ ლუკა ყოველთვის ჩვენზე ბრძენი იყო. თუ მან შენ აგირჩია, ესე იგი ამად ღირხარ. ანას თვალები აეწვა. აღიარებას არ ელოდა, მაგრამ ამ კაცმა მას კურთხევა მისცა. მადლობა, თქვა მან ხმადაბლა. ყველაფერს გავაკეთებ.
საქმე იმაში არ არის, რომ ყველაფერი გააკეთო. საქმე იმაშია, რომ იყო ის, ვინც ხარ. ვახშმის შემდეგ ლუკამ ანა ბაღში გაიყვანა. ღამე მოწმენდილი იყო, ვარსკვლავები ჩანდა. ძველი ხის ქვეშ, ქვის სკამზე ჩამოჯდნენ. შენი ოჯახი. გასაოცარია. განსაკუთრებით პაპა შენი. ის ყოველთვის სხვანაირი იყო. უფრო გახსნილი, ლუკამ ის თავისკენ მიიზიდა. და მართალია. იმაზე რომ ხედავ. ანამ თავი მის მხარზე დადო. თავზარი მქონდა დაცემული. მაგრამ ყველაფერი ბრწყინვალედ ჩაიარა. როგორც ყოველთვის მან თმაზე აკოცა. ასე ისხდნენ ცოტა ხანს. მერე ანას რაღაც გაახსენდა. ელენემ დამირეკა დღეს. ლუკა დაიძაბა. ვარძელაშვილზეა სიახლე. აღიარა. ყველაფერი. სასჯელის შემცირების სანაცვლოდ ანამ სიმწარე იგრძნო. დაადასტურა, რომ მამაჩემის წინააღმდეგ ვალები გააყალბა, დოკუმენტებით მანიპულირებდა, მისი რეპუტაცია იმიტომ გაანადგურა, რომ მამამ მისი თაღლითობები აღმოაჩინა. ანა ლუკა მის თავისკენ შემოაბრუნა. ეს ნიშნავს, რომ მამაშენის სახელი გათეთრდება. ოფიციალურად. ელენე მუშაობს ყველა ბრალდების გასაუქმებლად, მისი რეპუტაციის სიკვდილის შემდეგ აღსადგენად, შვებისა და სამართლიანობის ცრემლები წამოუვიდა. მამაჩემს ისეთად გაიხსენებენ, როგორიც სინამდვილეში იყო. ლუკამ მაგრად ჩაიხუტა. ანამ თავს ტირილის უფლება მისცა. როდესაც ცრემლები შეუშრა, კაცმა მისი სახე ხელებში მოიქცია. ის იამაკებდა შენით. იმედია ანამ ღრმად ჩაისუნთქა. და კიდევ ერთი რამ. ელენემ. ახსენა, რომ რამდენიმე კომპანია ეძებს სპეციალისტებს ფინანსურ ანალიზში. ჩემი სახელი შესთავაზა. ეს შენთვის იდეალურია. მაგრამ ფორმალური განათლება ამაში არ მაქვს, შენ კრიმინალური იმპერია და ამხე დოკუმენტებით, რომლებსაც სხვა ვერავინ კითხულობდა. ეს საკმარისი კურიკულუმია. ანამ გაიცინა. მინდა ეს მარტომ გავაკეთო. შევქმნა რაღაც ჩემი, იმით, რაც შემიძლია. და ზუსტად ამას გააკეთებ, იქ იმედგაცრუება არ ყოფილა, მხოლოდ სიამაყე. მაგრამ როცა წარმატებული იქნები, არ მოგერიდოს ჩემი დატრაბახება. შეყვარებული. ეს სიტყვა უცნაურად და მშვენივრად ჟღერდა. შენი შეყვარებული გაიმეორა მან. ეს კარგად ჟღერს. იდეალურად ჟღერს, ლუკამ უფრო ახლოს მიიზიდა. და თუ ყველაფერი კარგად იქნება. ერთ დღეს იქნებ სხვა რამეც იყოს. ანას გული შეუხდა. მაგალითად ჩემი პარტნიორი. ჩემი თანამგზავრი. ადამიანი, რომელსაც ყოველდღე ავირჩევ მთელი ცხოვრების მანძილზე, თვალებში ჩახედა. მაგრამ არ ვჩქარობთ. დრო გვაქვს. ანამ ყველაფერზე გაიფიქრა, რაც გადაიტანა. დაცემაზე, გადარჩენაზე, იმ სასოწარკვეთილ მომენტზე, როცა უცნობს მკლავში ჩაეჭიდა. იცი რა არის სასაცილო? როცა გთხოვე მოგეჩვენებინა, თითქოს მიცნობდი. უბრალოდ გადარჩენას ვცდილობდი. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეს სიმართლე გახდებოდა. ბედს ირონიის გრძნობა აქვს. მაგრამ იმ მომენტმა შენ მომცა. მომცა შანსი რაღაცისა, რასაც არც კი ვიცოდი, თუ ვეძებდი. და რა იყო ეს? სახლი. არ ადგილი, არამედ ადამიანი. ვინმე, ვისთანაც უბრალოდ ლუკა ვიქნებოდი. ნიღბების გარეშე გაიღიმა მან. და შენ ეს მომეცი. ანას გული ევსებოდა. მიყვარხარ, თქვა მან, ეს სიტყვები ისეთი ბუნებრივი და სწორი იყო. ვიცი, რომ ადრეა, მაგრამ ეს სიმართლეა. ლუკას სახე გაუნათდა. ანა ალასანია, მე შენ მიყვარხარ მას შემდეგ, რაც ჩემი ქაოსური დოკუმენტები დაალაგე. იქნებ მანამდეც. იქნებ იმ პირველივე თხოვნისას, როცა მენდე ისე, რომ არც კი იცოდი, ვინ ვიყავი. შემდეგ კი აკოცა და ეს კოცნა იყო პირობაც და ზეიმიც. ანა მასში ჩაიძირა, შიშის ბოლო ნარჩენებიც უკან მოიტოვა. მერე. ვკითხა ლუკამ. რა არის? შემდეგი ნაბიჯი? ანამ დაფიქრდა. გასაუბრებები ჰქონდა დასაგეგმი, კარიერა ასაშენებელი. ბინა საპოვნელი. ცხოვრება აღსადგენი. მაგრამ მას ასევე ჰყავდა ლუკა. მისი ოჯახი. სიყვარულის შესაძლებლობა. შემდეგი ნაბიჯი ისაა, რომ ხვალ გავივიწოთ და თავიდან ავირჩიოთ. ავირჩიო შენ, ავირჩიო ჩვენ.
ყოველ დღე. ლუკამ გაიგიმა. მაშინ შევთანხმდით. ბაღში გვიანობამდე დარჩნენ. როდესაც დაბრუნდნენ, ოჯახი ისევ მისაღებში იყო. თამარმა ჭიქა ასწია. მამამ თავი დაუკრა. დედამ გაიგიმა. პაპამ კი თვალი ჩაუკრა. ანა მიხვდა, რომ ეს აღიარება იყო. არა იმის გამო, რაც გააჩნდა, არამედ იმის გამო, ვინც იყო. კვირების შემდეგ, როდესაც ანამ თავის პირველ კონტრაქტს მოაწერა ხელი, როგორც ფინანსურმა კონსულტანტმა, მაშინვე ლუკას დაურეკა. შევძელი. ჩემი პირველი ოფიციალური საქმეა. ვიცოდი, რომ შეძლებდი. დღეს საღამოს აღვნიშნავთ? აუცილებლად. ვაკეში ერთ მყუდრო რესტორანში შეხვდნენ. ვახშმის დროს ლუკამ მის წინ კონვერტი დადო. ეს შემოწირულობაა. ვკითხა მან. მამაჩემის სახელობის ფონდისთვის. დაბალი შემოსავლის მქონე ახალგაზრდების სწავლის დასაფინანსებლად, ვისაც ბუღალტერიის სწავლა უნდა. განსაკუთრებით ქალებისთვის ლუკამ ხელზე მოუჭირა. ვიფიქრე, ეს კარგი გზა იქნებოდა მისი ხსოვნის პატივსაცემად. უსამართლობის შესაძლებლობად გადაქცევა. ცრემლები წამოუვიდა. ლუკა, თუ გინდა ერთად ვმართოთ. ავირჩიოთ სტიპენდიანტები, თვალი ვადევნოთ მათ წინსვლას. ეს იდეალური იყო. ზუსტად ის, რაც მამამის მოეწონებოდა. მინდა. ძალიან მინდა. მან გაიგიმა. მაშინ ერთად გავაკეთებთ. იმ მომენტში ანა მიხვდა, რომ ყველაფერი ჰქონდა. არა სიმდიდრე ან სტატუსი. არამედ მიზანი. სიყვარული. თავისუფლება საკუთარი ცხოვრების. ასაშენებლად იმის ცოდნით, რომ გვერდით ვიღაც მიჰყვებოდა. მას ჰქონდა მომავალი, რომელსაც თავად აშენებდა აგურ-დაგურ. და ჰყავდა ლუკა, რომელიც მას ისე უყურებდა, თითქოს ის ერთდროულად სასწაულიც ყოფილიყო და ყოველდღიურობაც. მიყვარხარ, თქვა ანამ კიდევ ერთხელ. მიყვარხარ, უპასუხა ლუკამ და ამ სიტყვებში ყველა